გამარჯობა, შენ უყურებ ძმაკაც და დღეს გვექნება Range Rover-ების ტექნიკური განხილვა. იდეაში ჩანაფიქრი იყო ის, რომ ჩვენი Range Rover-ის გამოცდილება გაგვეზიარებინა და ასევე რაღაც დონეზე გზაკვლევი ვიტყოფილიყო ეს ვიდეო იმ ადამიანებისთვის, ვისაც Range-ის ყიდვა მოუნდება, L414 თაობა იგულისხმება, მაგრამ გამოგვივიდა ისე, რომ მეორე Range-ი შემოგვემატა ბარემ გადაღებაზე, პორტი ამ შემთხვევაში და რესტს არ არის დიზელს, ბენზინს ბევრად უფრო ჩამოყალიბებულად ავხსნი და ბევრ საინტერესო დეტალს განახებ და აგიხსნით და გეტყვით Range-ებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ამ ვიდეოს გადაღება, იმის გარდა რომ ჩვენ 5000 კილომეტრი გავიარეთ უკვე ჩვენ ჩინური ნაწილებით დაწყობილი Range-ით. არის ის, რომ შედარებით არარესტები მოიაფთა ამერიკაში, საკმაოდ ისეთი მასიურად გამოჩნდა ბაზარზე გასაყიდად. შესაბამისად, ბევრი ადამიანი დაინტერესდა ყიდვით და მინდა რომ იმ ადამიანებს, ვისაც ყიდვის სურვილი აქვთ და ვინც აპირებს რომ იყიდოს, მაქსიმალურად ესეთი ინფორმაცია გქონდეთ, მივაწოდო რომ იცოდნენ რას ელოდონ, რას დაეჯახებიან, კარგი რა დახვდებათ, ცუდი რა დახვდებათ. სანამ Range-ებზე გადავალთ, აუცილებლად არხი უნდა გამოიწეროთ. ანუ რატო ვიძახი ამ ყველაფერს, ანუ შენით რატო არაჭერ მაგას, ანუ კაი აუქრა, არაჭერ ნუაჭერ. მეკითხო რომ გამოიწერო, თუ უყურებ და თუ გაინტერესებს, რა თქმა უნდა, თუ არ გაინტერესებს, შეგიძლია საერთოდ არ გამოიწერო. თუ გამოწერილი გაქვს და არ მოგწონს ჩვენი ყურება, შეგიძლია გამოწერაც გათიშო. ეხლა კი დავიწყეთ. სანამ დავიწყეთ, კიდევ ერთი. გათამაშება, სადღაც აქ რაღაც გათამაშება. მოდი სანამ ძრავებზე და სხვა მახასიათებლებზე გადავართ Range Rover-ის. პირველ რიგში ჩვენი ტანჯულის ისტორია აღნიშნოთ და მოვყვეთ ესე მოკლედ რა. რაც აიწყო ეს მანქანა. აი ეს წყლის სისტემის ალუმინის მილები რომ ჩამოვიტანე, ხო ნახეთ? და რომ დავაყენე. ეგ მილები იდეაში არის იმისთვის, რომ წყლის სისტემაში სუსტი წერტილი სადაც აქვს და პლასმასის მილები დგას მაგის-მაგიერ, ეგ სუსტი წერტილი აღმოფხრას და პლასმასის მილის გახეთქვის შანსი ნაკლები იყოს, ანუ ალუმინი დგება და აღარ გაუშვას. თუმცა რაც ჩამოვიტანეთ აღმოჩნდა რომ ის ალუმინი ქარხნული წუნით იყო და შესაბამისად რომ დავაყენეთ, ანტიფრიზის დაღვრა დაიწყო. ყველგან გაუშვა რა. მოკლედ ეგ პრობლემა მოვაგვარეთ და აღმოაჩინეთ კიდე რომ ერთ-ერთი პლასმასის, ზოგადად რა დროთა განმავლობაში ნებისმიერ ავტომობილში მნიშვნელობა არ აქვს, Range იქნება თუ სხვა. პლასმასის მილები, რომლებიც თვება, ცივდება და ასე შემდეგ უამრავ ციკლს გადის გაცხელება გაციების, დროთა განმავლობაში ფუჭდება. ამ შემთხვევაში ამაზეც გამოფუყული იყო ძალიან ბევრი მილი და შესაბამისად რაღაცების შეცვლა მოგვიწია გაგრილების სისტემაში, იმის მერე რაც ავაწყეთ. მაგრამ მაგის მეტი, მაგაზე რეალურად არ გავიკეთებია არაფერი, თუ არ ჩავთვლით airbag-ის პრობლემას, ესეთ გლობალურ Range Rover-ების პრობლემას და რა იგულისხმება ამ airbag-ების პრობლემაში, ამაზეც და Vogue-ზეც წინა სავარძლებზე გვერდში ხო აყენი airbag-ები, რომელიც დარტყმის შემთხვევაში იხსნება. ისე აქვს შტეკერი დაყენებული ქარხნულად. რომ დროთა განმავლობაში ეს შტეკერი კონტაქტს კარგავს და ხან ანთებს რომ airbag-ის პრობლემა აქვს, ხან აკრობს. ეგ შტეკერი იცვლება და მაგ პრობლემას აღარ აბრუნებს ავტომობილი. ამ სავარძლებზე, ამ კონკრეტული ავტომობილის სავარძლებზე ეგრეა და ამ თაობის Vogue-ებზეც. ამაზე არ ვიცი მართლა რომ გითხრათ, იმიტომ რომ მაგ პრობლემას არ ჩავძიები ვარ, ანუ რესტის კავზე ეგ პრობლემა დარჩენილი არის თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე იყო და არარესტებზე ყველას ერთი იგივე პრობლემა აქვს, ესეთი გლობალური პრობლემაა. კოდს Google-ში რო ჩაწერე, ანუ რა იწვევს ამ პრობლემას, დაახლოებით 300 ვარიანტი ვარდება და ყველა ერთი იგივე ინფორმაციას გაძლევს სრულიად. შეგიძლიათ ბევრი არ იწოვოთ, ერთი იგივე ინფოა ყველგან. მოკლედ, ანუ ეს მარტივი რაღაცები მოუგვარეთ და მას მერე ამ ავტომობილმა გაიარა 5000 კილომეტრი დაახლოებით. იყო ერევანში, იყო ბაკურიანში, ანუ ყოველდღიურ მოძრაობაშია, ყოველდღიურ გამოყენებაშია და ხმა არ ამოუღია სხვათა შორის. უარყოფითი არაფერი გამოულენია ტექნიკური მხრივ, რაც ძალიან მახარებს. და არ ველოდი რომ ჩინური ნაწილები საერთოდ იმუშავებდა, მაგრამ საერთოდ იმუშავებდა კი არა. კამერითაც ჩავიხედეთ რაღაც პერიოდის მერე და რა, ყოველ შემთხვევაში იდეალურად არის ამ ეტაპზე. ჩვენმა პლასტელინის კალენვალმა, მაგას მე პლასტელინის კალენვალს ვეძახი, კარგად გაძლო, კარგად იმუშავა, ანუ აგრესიული სიარულიც კარგად გადაიტანა, იმიტომ რომ მანქანას ვიყენებთ, აი ჩვეულებრივ რა, აპკატკა ეგრეთ წოდებული გავატარეთ და მას მერე ტანჯვაშია სულ მუშაობს. ძალიან მიხარია ეს ინფორმაცია, ვისაც გამოგადგება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს გამოგადგებათ, იმიტომ რომ უმეტესობა ავტომობილი, რაც ეხა Range-ები მოდის ამერიკიდან, მოდის ამძრავით და იქ რო წერია minor dents and scratches, mechanical, flood, fresh water და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველას ერთი და იგივე პრობლემა აქვს. ძრავი დაახლოებით 100-100000 მილი არის საშუალო ის რესურსი, სადაც ეს ძრავი, როგორც მე მივხვდი, თუ ცილინდრები ჩახაზული არ აქვს და მანამდე წყლის სისტემას პრობლემა არ შეექმნა, არ გადახურდა დედა არეტირა, ანუ თუ ისეთი
ჩამოვიდა რომ ძრავი კარგ მდგომარეობაშია ცილინდრების მხარე თუ არ დასერვის და მაგ გარბენზე უნდა გამოიცვალოს ცეპებიც უნდა გამოიცვალოს კლადიშებიც ეგრეთ წოდებული კოალიციებით სასურველია მაგრამ ნუ კოალიციას გააჩნია ცილინდრი რა მდგომარეობაშია თუ კომპრესია კაი აქვს და ცილინდრი კარგი აქვს და ჩახაზული არ არის და დაგიზოლა და რაღაცები არ ჭირდება ამ შემთხვევაში შეგვიძლია კოალიციების საერთოდ არ გამოცვალოთ და გავაგზავნოთ ისე ავაწყოთ ძრავი და გააგზავნოთ ცხოვრება და ზეთის ნასოსი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ინჟექტორებსაც ახასიათებს პრობლემა და ინჟექტორების თავის დროზე უნდა გამოიცვალოს და ასევე გაგრილების სისტემა პომპა და მისი გარშემო მდგომი დეტალები მათ შორის თერმოსტატი მათ შორის რადიატორის ნუ როგორც მინიმუმ ნახვა რამდენად კარგ მდგომარეობაშია წყლის გატარება და ასე შემდეგ მოგეთ ანუ აქამდე სხვა კუთხიდან ვაპირებდი მისვლას ანუ ამ ისტორიამდე რომ რა უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ უმეტესობა წამოვა 3-დან 0 კომპრესორები ეხლა რაც შემოსულია და რაც გზაში ყავთ და რაც მომავალში შეიძენენ რასაც მომავალში შეიძენენ ჩვენი ქართველი მეგობრები ძირითადად იქნება 3-დან 0 კომპრესორი და ძირითადად ყველას ექნება ერთი და იგივე პრობლემა ამიტომ მზად იყავით მაგისთვის თუ 3-დან 0 კომპრესორის ყიდვას აპირებთ ამერიკაში და ყველაზე გავრცელებული 3-დან 0 კომპრესორია და ყველაზე იაფი 3-დან 0 კომპრესორია მაგი ყველაფერთვის მზად იყავით იმიტომ რომ 100-დან ალბათ შეიძლება 3-4 მანქანა იყოს მაგ გარბენზე ისეთი რომელსაც ძრავზე პრობლემა არ აქვს დანარჩენი უმეტესობას პრობლემა ექნება პირდაპირ აუქციონი ანუ მე რომც არაფერი დასკვნები არ გამოვიტანო მე რო თქვა რომ მე ერთს არ გამიმართლა და დანარჩენს ყველას გაუმართლებს აუქციონის სტატისტიკა ცალსახად ერთ რამეზე მეტყველებს რომ უმეტესობა ამ წლის ამ ძრავის რენჯები იყიდება გარედან დაუზიანებელი და ყველას რაღაცა უცნაური პრობლემა აქვს ზოგზე უწერიათ რომ იქოქება მაგრამ ვაი მაგ დაქოქვას იმიტომ რომ ხმა აქ უკვე და იმხმიანი არის აუქციონზე გამოგდებული ზოგი საერთოდ არ იქოქება მზად იყავით იმისთვის რაც გავიარე ყოველ შემთხვევაში გამოსავალი არსებობს რა ანუ ჩემ შემთხვევაში ჩემზე გადატესტილი გამოსავალი სხვებისთვისაც არსებობს მოდი ახლა გავიაროთ რა ძრავებით არსებობს ზოგადად რენჯები რომლის ყიდვა ჯობია რომლის არ ჯობია და ასე შემდეგ აქვე წინასწარ ვიტყვი რომ განსაკუთრებული გამძლეობით არც ერთი ძრავი არ გამოირჩევა ანუ არც ერთი ძრავი არ აქვს ისეთი რომ აი მაგალითად BMW-ს M57 რომელიც ვიცით რომ ძველი თაობა 400-500 დადის ისე რომ ხელი არ დაადო მანქანას ეგეთი ძრავი რენჯი არ დევს საერთოდ და მაგის იმედი ნუ გექნებათ რომ 300,000 გარბენიან რენჯს იყიდით და არაფერი არ დაემართა მაგალითად მე რომ ჩემი 90 ჩამოვიყვანე 298 კილომეტრი გარბენით 298 კილომეტრი გარბენით 298,000 კილომეტრი გარბენით ვიცოდი რომ ძრავზე პრობლემა არ მექნებოდა ისეთი ჩამოვიდოდა ანუ მაგ ლოგიკით რენჯს რო იყიდით რომ მან ხო ანუ ჩვენი 39 რომელსაც 400,000-ია გავლილი ანუ ეგ რენჯში მაგას ნუ დაელოდებით ნურცეთ შემთხვევაში ძირითადად ამერიკაში არის გავრცელებული 3-დან 0 დიზელი 3-დან 0 ბენზინი კომპრესორი და 5-დან 0 კომპრესორი დავიწყოთ ყველაზე საინტერესოთი 3-დან 0 დიზელით ანუ ჩვენ ხო დიზელზე ეს რა ქვია მე ხო აცრერილი ვარ დიზელზე და ძალიან მიყვარს ზოგადად დიზელი და შესაბამისად ამ შემთხვევაში რადგან დიზელი მიყვარს შემიძლია დიზელზე ბევრი ვისაუბრო თუმცა არა Range Rover-ის ერთი მარტივი მიზეზის გამო მოკლედ Land Rover Range Rover-ში წინა თაობიდან დაიწყო 2.7 და 3-დან 0 დიზელების შედება ამაში უკვე მარტო 3-დან 0 იდო წინა თაობაში 2.7 იდო თუმცა იგივე ძრავია ეს 3-დან 0-იც და აქვს ერთი მთავარი პრობლემა ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ერთი მთავარი პრობლემა აქვს რომ არის Renault Peugeot ძრავი, ანუ იყო გათვლილი იმაში, რომ ეგ ძრავი უნდა ყოფილიყო წინა წამოვან ავტომობილში, რომელშიც გარდი უნდა ჩადებულიყო და შესაბამისად ძრავი უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად კომპაქტური. ეს კომპაქტური ძრავი აიღეს და ტენეს 2 ტონანახევრიან ხრონგში. შესაბამისად 2 ტონანახევრიან ხრონგში ეს ძრავი რო ტენეს, ნუ რა თქმა უნდა იქ მე რაღაც მოდიფიკაციები გაიარა, რაღაც წვიმანები შეიცვალა, საწვევის სისტემა გამოიცვალა, ნუ თავიდან common rail იყო, მაგრამ რაღაც წვიმანები გამოიცვალა, მაგრამ ერთი თავარი ნიუანსი ვერ გამოიცვალა, როგორც არის კალენვალი. აი კალენვალის სურათს ახლა ეგ ჩავაგდოთ, აი ესე გამოიყურება კალენვალი. და ამ სურათზე დააკვირდით, რამდენად წვრილი გადაბმის წერტილები აქვს. ეს წვრილი გადაბმის წერტილები გვაძლევს ერთ ძალიან დიდ მინუსს, რომ არის ძალიან სუსტი, ძალიან თხელია, იმიტომ რომ მოკლე უნდა ყოფილიყო ძრავი მთლიანი და კალენვალს ფიზიკურად ვერ გაწელავდნენ, ვერ გამოყოფდნენ ძრავიდან და ვერ იმუშავებდა, შესაბამისად უნდა ყოფილიყო მოკლე. და რადგან არის მოკლე, არის მაქსიმალურად დათხელებული, იმიტომ რომ სხვანაირად ფიზიკურად არ გამოვიდოდა და მაგ დათხელების გამო არის ძალიან სუსტი. სამწუხაროდ არც შველის არც კლადიშის სერვისი, არაფერი არ შველის, ანუ რაღაც პერიოდის მერე უბრალოდ ბერდება არ ვიცი როგორ დავარქო სხვა ტექნიკური წვეთა მაგ უბრალოდ ტექნიკური წვეთას განიცდის არ ვის დარქვევა არ ჭირდება და კალენვალი წყდება რა თქმა უნდა იშოვება ახალიც რა თქმა უნდა იშოვება მეორადიც თუმცა გაწყვეტის მომენტში შეიძლება რაღაცები ისე დააზიანოს რომ ძრავიდან ბევრი დეტალი აღარ გამოგვადგეს და ამ გაწყვეტის გამო არის საკმაოდ სუსტი ვერ იტანს უაზრო ტვირთს ანუ ვერ იტანს ესე აგრესიულ სიარულს მაგალითად რასაც ჩვენ ისე ვიგ დავბრუნდები და M57-ს უშვებით ეგ რომ ნებისმიერ 3-დან 0 დიზელ რენჯს უქნა პირველივე ცდაზე გადმოაფურთხებს და გეტყვის დალაგებული თუ ხარ საერთოდ რას აკეთებო რა სამწუხაროდ დიზელი
ეგეთი გამოვიდა 3-0. ანუ რეალურად თავარი პრობლემა მაგ ძრავის არის ის, რომ დევს იქ სადაც არ უნდა იდოს საერთოდ. რასაც ვერ ვიტყვით 4-4-ზე, რომელიც საკმაოდ ჯანიანია, საკმაოდ ბევრ ტვირთს უძლებს, წვითაც ბევრს არ წოვს, მაგრამ რატო არ გამოუშვეს ამერიკაში, მაგას ვერ გეტყვით. მით უმეტეს რომ Ford-ის ძრავი, რომელიც მექსიკაში იწარმოება 6 და 7 Ford-ის დიზელებთან ერთად და ანუ რატო არ მოხდა ამერიკის ბაზარზე ეს ძრავი, რატო არ მოხდა ვერ გეტყვით. არ ვიცი, არ ჩავძიებულვარ მაგ საკითხს. თუმცა საკმაოდ კარგი ძრავია, საკმაოდ გამდგარია. ძველ თაობებს ჰქონდა წვრილმანი პრობლემები ტურბინის სლივზე, პირველ თაობა რენჯებში, მაგრამ ნუ პირველ რა უბრალოდ ამის წინა თაობა რენჯებში, მაგრამ მე ნენა გამოასწორეს ეს პრობლემები და 2012-13-დან გამოსულ საერთოდ არანაირი პრობლემა აღარ გააჩნია, ესეთი გლობალური პრობლემები, თუმცა რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდის მერე იგივე სტანდარტული სერვისები, ანუ ცვეთას რაც განიცდის ის დეტალები, როგორც არის CP, კლადიში და ასე შემდეგ, კლადიში პირდაპირ ცვეთას არ განიცდის, ეგ მაინც რო აღვნიშნავ, კლადიშს აპკატკა არ ჭირდება და რაღაც მსგავსი სისულელეებისგან რო თავი დავიცვათ, ანუ კლადიში ფიზიკურ ცვეთას არ განიცდის, უბრალოდ ფიზიკურ ცვეთას განიცდის, ოღონდ ძალიან დიდი დროის განმავლობაში, ფიზიკურ მოჭიდებაში არის მხოლოდ მაშინ, როცა მანქანას ქოქავთ და როცა მანქანა დიდი ხანი გვეყენა. მარტო მაშინ არის ფიზიკურ შეხებაში, შესაბამისად კლადიშს აპკატკა არ ჭირდება, აზრი არ აქვს, ანუ კლადიში თუ იქ არ ზის, სადაც უნდა იჯდეს, რამდენიც არ უნდა ვააპკატკოთ, ვერაფერს ვერ უსაუთ. შანსი არ არის. მოჭიდებს და ატრიალებს, ანუ სხვა გამოსავალი არ არსებობს. უბრალოდ სწორი ზომის კლადიში უნდა იდგეს სწორ ადგილას. მეტი მათ გამოსავალი არ არსებობს. არც მახსოვს რა რომელიმე მანქანაზე კლადიში დამესერვისებინოს და ანუ აპკატკა საერთოდ რას ნიშნავს? კლადიშს ცვლი? გამოდიხარ აბა. ხო, ანუ პირდაპირ გამოდიხარ ეზოდან და ეგრევე აფარე ბოლომდე გასა. არაფერი არ მოუვა, არც ერთ შემთხვევაში. ანუ ლოგიკურად არ უნდა მოვიდეს, თუ რავი მოსდის, ესე იგი, ან გაზომილი არ იყოს სწორად რაღაცა, ან კლადიში იყო არასწორი ზომის და ისევ ზომასთან დავბრუნდით, ან კიდე არასწორი ზომა იყო, ან არასწორი გადაჭერილი იყო, ან ძველი ბოლტით იყო მოჭერილი, ან რაღაც ეგეთი ხდებოდა, მოკლედ რა ვთქვა. გავიგეთ რომ არსებობს 3-დანული დიზელი, რომელიც უნდა შევეცადოთ რომ არ ვიყიდოთ, თუ ვიყიდით, ანუ ვერაფერს ვერ უზავთ რა, ეს წინასწარ ვერაფერს ვერ გადაარჩენთ. უნდა დავეოდოთ სტანდარტულად როდის რამე მოუვა, თუ რამე მოუვიდა, მე იმ პრობლემას მივხედოთ, რაც პირდაპირ არა, მოდი ახლა სწორედ მივუდგეთ საკითხს. სწორედ მივუდგეთ საკითხს, ერთი რამე გაურჩა. თუ არ გაფუჭდა, კლადიში იქაც იცვლება. თუ მანამდე კალმალმა გაძლო, შესაბამისად ანუ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გაწყდეს. რა თქმა უნდა, გეგმიური სერვისი მან დაჭირდება, ფაზების განაწილების მექანიზმის ამყოლი C-პრემენ ასე შემდეგ კომპლექტის გამოცვლა რა თქმა უნდა მან დაჭირდება და ასევე რა თქმა უნდა კლადიშის სერვისი თავის ზეთის ნასოსიანად რა თქმა უნდა მანდაც ასრულია, იმიტომ რომ ყველა თანამედროვე ძრავში, მათ შორის თანამედროვე M57-შიც არაპირველ თაობაში, მეგულისხმობ ბოლო თაობის M57-ს დეხულ ძრავში, მანდაც რა თქმა უნდა სერვისი აუცილებელია. ლეგენდარო დიზელი დადის და არაფერი არ მოსდის, ანუ ეგ არის მხოლოდ ლეგენდა. ისიც ჩვეულებრივი რკინა, ისიც ჩვეულებრივი ძრავია. ოღონდ რაღაცებს თავის დროზე ცოტა სხვანაირად აკეთებდნენ და ცოტა მეტი რესურსი გრჩებოდა. დავანებოთ Land Rover-ის დიზელებს თავი და გადავიდეთ Land Rover-ის ბენზინებზე. 3-დანული კომპრესორის შესახებ ალბათ უკვე გექნებათ ის ინფორმაცია, რაც ჩვენი წინა რამდენიმე ვიდეოდან უნდა გქონოდათ. ძრავის შესახებ ამ ვიდეოს დასაწყისშიც ვისაუბრე და მოდი გადავიდეთ 5-დანულ კომპრესორზე. 5-დანული კომპრესორი 500 რაღაც ცხენით არის, 506, 500 და ასე შემდეგ, ანუ 500 ცხენიანს ეძახის ყველა. საკმაოდ კარგი ძრავია, ასევე SVR-შიც იგივე ძრავი დევს მცირე მოდიფიკაციებით და არა SVR-შიც 5-დანოლები, Vogue-შიც და Sport-შიც ერთი და იგივე. ყველას 5-დანოლს, ანუ 5-დანოლის და 3-დანოლის ბლოკი ალბათ ჩვენს წინა ვიდეოებში გექნებათ რა ნახი. როგორ გაახალტურეს შიგრება, 3-დანოლი როგორ გამოუშვეს ხალტურაზე, ალბათ მაგას ნახავდით. 5-დანოლი საკმაოდ ძველი ძრავია, ანუ საკმაოდ ესეთი დიდი ხნის ისტორია აქვს, იყო უკომპრესორო თავიდან, მერე გახდა კომპრესორიანი. კომპრესორიანსა და უკომპრესოროს შორის გალოკებში არის რაღაც სხვაობები, ანუ პირდაპირ ესე უკომპრესოროს ვერ ჩადებ და კომპრესორს ვერ დაადგავთ, თუმცა გეომეტრია ძრავის იგივეა, ანუ ჩანაფიქრი და მუშაობის პრინციპი ძრავის იგივეა. ნუ პირდაპირ შევქმნაზე გადავიდა მერე და ასე შემდეგ და შემდეგ არ მოდიფიკაციები გაიარა ის როგორც სამყარო ითხოვდა, იმიტომ რომ ყველა ავტომწარმოებელი რაღაც კონკრეტულ ტრენდს მიყვება ხოლმე და მაგალითად ერთი რო წავა და პირდაპირ შევქმნაზე გადავა ჩვეულებრივი შევქმნიდან, მე ყველა გადადეს, იმიტომ რომ ის პირდაპირ შევქმნება მართლა კარგია რაღაც კუთხით. რაღაც კუთხით ცოტა პრობლემურიც არის, თუმცა მე ვთვლი რომ პირდაპირ შევქმნება ერთ-ერთი ყველაზე კაი რამეა, რაც ბენზინის ძრავებზე გამოიგონეს და ერთ-ერთი ყველაზე კაი საშუალებაა ძალის მიღების მაქსიმალური ეკონომიით. მაგრამ 5-დანოლი საკმაოდ სწრაფია, საკმაოდ გამძლეა, იქაც იგივე
ბადიში, ზეთის ნასოსი, ცეპი, სტანდარტულად იწრება წყლის სისტემა. ზუსტად იგივე აქვს, რაც 3-დან 20. ისიც სტანდარტულად ყველაფერი, ანუ პომპა, რომელიც მექანიკურად ცოტა ჩემთვის გაუგებრადა აქვს აწყობილი. ლოგიკურია მესმის რატომაც არის გაკეთებული, იმიტომ რომ ფიზიკურად ზრავზე ადგილი არ იყო, რომ რამენერად მექანიკურად მიეყენებინა და ჰაერში ჩამოკიდეს მაგის გამო და ორნაწილიანი პომპა ააწყეს. საკმაოდ პრობლემურია ის, რომ იმის გარდა რომ შეიძლება საკისარი ჩაიშალოს, მოწყდეს და გარეთ როლიკი გაფუჭდეს და ასე შემდეგ. მაგის გარდა კიდე ერთი ფაქტორი აქვს დამატებული, რაც ჩვეულებრივ მექანიკურ წყლის ტუმბებს არ აქვთ, ანუ პომპებს მექანიკურს რაც არ აქვთ ხოლმე, ანუ როცა ძრავზე ზის, ფიზიკურად გაჟონვა არ იცის გარედან, ნუ ყოველ შემთხვევაში თუ სწორედ არის აწყობილი და თავის პრაგრად კოდეს და დინამომეტრით არის გადაჭერილი, ძალიან იშვიათად რომ პომპა ესე ადგეს და რაღაც 100,000 მერე, 60,000 მერე ესე გვერდზე გამოჟონოს. ეგეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება, რომ ყოველ შემთხვევაში მე პრაქტიკაში არ მქონია, რომ თავისით გადაწყვიტა პომპამ, ქარხმულად დაყენებულა პომპამ, რომ საიდანაც გამოეჟონა. ეგეთი რამე თუ ანტიფრიზი უხარისხო არასხია, ანტიფრიზმა თუ არ შეჭამა ალუმინის შიგნით. რაც შეეხება 5-დან 23-დანს, აქ სხვა პრობლემის წინაშე ვართ, იმიტომ რომ ორი კომპონენტისგან არის აწყობილი, შუაში შუასადები უდევს ქარხმულად. ეს შუასადები ნელ-ნელა დროთა განმავლობაში, როცა დეფორმაციას განიცდის მეტალი, ანუ გაფართოვდა და ნელ-ნელა იკეთებს ღრიჭოებს და იცის ანტიფრიზის დაცლა პომპიდან. ანუ იმის გარდა რომ მექანიკურად ფუჭდება პომპა, ასევე პომპამ შეიძლება ესე გადაწყვიტოს და ანტიფრიზი დაცაოს ერთ დღეს და შესაბამისად სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგეთ მაგ ანტიფრიზის დაცლის გამო. მაგრამ ქვეშ რამე ხო არ გასდიოდა. დღეს ამისმა წყლის რა ქვია, იმ აღმართზე გადმოსხმა მისე შემაშინა რომ შევხედე რა. რა იცი რა ხდება პრინციპით. მაგრამ წყლის სისტემა გასაგებია, აუცილებელია. აქვე ძალიან კარგ რაღაცას ვიტყვი, რომ ტრანსმისია 8 HP აქვს. ის ZF-ის ტრანსმისია, რომელიც სხვა ბრენდებში ძალიან მოგწონს, აქ არ გამოიგონეს, რაღაცა მაიმუნობები არაკეთეს და გააქანეს და ყველაზე ერთიეგივე დააყენეს. Z-ის გამოცვლა გადაცემათა კოლოფში, რა თქმა უნდა რომ ჭირდება, ანუ ეს ისეთ რაღაცებს ხსნი ხოლმე, რაც ანუ ეგეთ რაღაცებს უბრალოდ არ ხსნი ხოლმე და არ ვახსენებ ხშირად, იმიტომ რომ მგონია, რომ ყველა მისის და ანუ ეს მარტივ რაღაცებზე არ ვისაუბრო. და ამ დროს აღმოჩნდება ხოლმე, რომ თურმე ყველა მისის კი არა. მარტო მე ვიცი და რა ქვია, ხალხი დადის 150,000-200,000 ატარებს ერთიეგივე Z-ით, მე კოლოფი გაფუჭდება და ამის დედაში. კოლოფის ბრალი იყო, არა. ნებისმიერი Z-ი, მიუხედავად იმისა, რომ Z აწერია lifetime ცხოვრების ბოლომდე არ გამოცვალდა რაღაცები, ნებისმიერი Z-ი არის ცვეთადი კომპონენტი ავტომობილში, რომელიც აუცილებლად მილიონ გადახურება გაგრილებაზე და იმის გარდა რომ ხურდება და გრილდება და თავის მახასიათებლებს იცვლის, მაგის გარდა კოლოფში მუდმივი ცვეთა მიმდინარეობს, ანუ ფრიქციონების ცვეთა მუდმივი მიმდინარეობს, შესაბამისად, ანუ ეს ნაცვეთიც ყოველთვის, ანუ ფილტრში რა თქმა უნდა მოაქვს, მაგრამ მიკრონაწილაკები, რომელიც ფილტრში ვერ ეტევა, რა თქმა უნდა, ერევა Z-ს და Z-თან ერთად ტრიალებს ამ გადაცემათა კოლოფში. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, რომ გადაცემათა კოლოფი ფუჭდება, იმიტომ რომ Z-ი წყობრიდან გამოვიდა, ანუ ვერ შეპოხა, ვერ წრემა დაიჭირა და პლუს ნაგავით არის სავსე, ნაგვით არის სავსე და ბოლოს კოლოფი ფუჭდება და კოლოფის ბრალია. ანუ არ არის ეგ კოლოფის ბრალი, თუ დროულად გამოუწვით იმ კომპონენტს, რაც გამოსაცვლელი აქვს, რა თქმა უნდა, რომ გემსახურება ძალიან დიდხანს და ბედნიერად. ასევე ხიდებიც ძალიან კარგად აქვს მოწყობილი ყოველ შემთხვევაში ჩემი შეხედულებით, ანუ იმ კატეგორიის მანქანას, რა კატეგორიის მანქანაც არის ესეც და ისიც და ნუ ყველა რენჯი სპორტი ძალიან ლოგიკურად და კარგად აქვს რაღაცები აწყობილი. ზოგი ერთებისგან განსხვავებით კარტერში არ აქვს გატარებული ღერძები, თავისთვის დგას ხიდი და ძრავისგან სრულიად დამოუკიდებელია, რაც ანუ სერვისულობის შესაძლებლობას გაცილებით ზრდის, იმიტომ რომ ნაკლები კომპონენტების დაშლა აწყობა გიწევს, როგორც მინიმუმ, როცა რაღაცას აკეთებ და ნუ კეთებაც უკანახით ახასიათებს ხოლმე ხმისაკიდება, მაგრამ ისიც ჩემი გადმოსახედიდან არის დაუსერვისებლობის იმიტომ რომ თუ ბლოკირებით არის გაცილებით მალე ჭირდება Z-ის სვლა, ვიდრე ჩვეულებრივ ანუ ღია ხიდს დაჭირდებოდა და ასევე ღია ხიდიც, რომელშიც Z-ს არასდროს არ გამოცვლი, იქაც იგივე ხდება ზუსტად რაც გადაცემათა კოლოფში ხდებოდა, ფრიქციონი არ აქვს, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ზუსტად იგივე აქვს. გასხელება, გაგრილება მილიონი ციკლი, მაღალ ტემპერატურაზე მუშაობა მილიონი ციკლი, Z-ის მდგომარეობიდან გამოსვლა მილიონი ციკლი, კბილანების და ასე შემდეგ, ანუ მცირედი ნაცვეთი მილიონი ციკლი, გაშავება, გაწყალება და ბოლოს ხიდი აი ეთქვას რომ გაიგებთ ხიდიდან უკვე ძალიან გვიანია, ამიტომ ხიდში Z-ი უნდა გამოიცვალოს. ნებისმიერი სითხე მანქანაში უნდა გამოიცვალოს. ხო, ანუ რატომ მიწევს ამ ყველაფრის გამეორება მილიონჯერ არ ვიცი, მაგრამ ანუ გეტყვით რატომ ვიმეორებ თან? არ მესიზმრება, ანუ არ მესიზმრება რომ ვიღაცებმა არიციან. როგორც მოგეხსენებათ, ავტოჯგუფებში, ანუ მე ჩვეულებრივ ავტომოყვარული ვარ და ავტომფლობელიც, ამ ყველაფერთან ერთად და ბევრ ავტოჯგუფში ვარ დამატებული რა, გაწევრიანებული და მკითხულობ ხოლმე პოსტებსაც და მის პოსტის კომენტარებსაც. აი
იქ ხდება? არ ვიცი. ჯერ ხო ვიღაცა აი როგორ რაღაცას კითხულობ, იცი რომ საჭმელი რო არ ჭამო მოვკვდები? ეგეთ რაღაცას ხო კითხულობს და მე ქვევით კომენტარებში უწერენ. შენ საჭმელი შეგიძლია 3 წელიწადში ერთხელ მიირთვა და არაფერი არ დაგემართება. შენ შეგიძლია საჭმელი ყოველდღე დღეში 80 ჯერ ჭამო და არაფერი დაგემართება. შენ შეგიძლია საჭმელი სხვა საჭამო შენი და არაფერი დაგემართება. ანუ მსგავს დებილობებს უწერენ, არ შეიძლება. როგორც მე არ მოგცემთ არასდროს რჩევას როგორ გახდეთ, იმიტომ რომ არ ვიცი. ეგრე არ უნდა მისცეთ რჩევა, როგორ უნდა გააკეთოს ძრავი მაგალითად. არ უნდა მისცეთ რჩევა, კოლოფში ზეთი უნდა გამოცვალოს თუ არ უნდა გამოცვალოს. როცა არ იცი, ჯობია რომ არ უთხრა. ეხლა წარმოიდგინეთ, მე დიეტოლოგი. აი ცოტში რა, ეხლა ვიღაც სადღაც ჯანმრთელობის ჯგუფში ვარ შესული და ჯანსას ხორებაზე და ვარჯიშზე წერს ვიღაცა კომენტარს, უბრალოდ პოსტს რომ მეგობრებო, ეხლა დღეს ეს შეიძლება რომ ჭამო და როგორ ვივარჯიშო, ფეხი დავტვირთო თუ მკლავი და მე შევდივარ და პასუხობ. ანუ ხო არ არის ადეკვატური ეგ არა, ანუ არ არის ლოგიკური. მინიმუმ შენ მაინც უნდა იცოდე ის, რასაც აკეთებ, რომ სხვას ურჩიო. მაგრამ არა, ჯგუფებში დაუში. არ შეიძლება. თუ არ იცი, რასაც ვიღაცას ურჩევ, ანუ შეიძლება თვლიდე, რომ კაი ჯანმრთელობაზე ხარ ურჩევ არავის და მაქარაზე მაინც შემიძლია რაღაც ხები უთხრა. არა, არ უნდა უთხრა, არ შეიძლება. ძალიან ბევრ შრომას დებს უამრავი ადამიანი იმაში, რომ თუნდაც ავტომობილი ყავდეს, თუნდაც ავტომობილი მოიხმაროს და თუნდაც ის ბიუჯეტების რაც მე შენი რჩევის გამო დაჭირდება, შეიძლება ერთი თვე მოუწიოს მუშაობა, ორი თვე მოუწიოს მუშაობა, იმიტომ რომ ის ბიუჯეტი ანაზღაუროს, რომელიც შენი რაღაც დებილი რჩევის გამო გაუფუშტა, დაუზიანდა, დაეხარჯა და ხელში დარჩა კოლოფი, ხელში დარჩა ხიდი. მოკლედ, სოციალურ ქსელებში თუ არ იცით რას ურჩევთ, ჯობია არ ურჩიოთ. როცა ადამიანმა რაღაც არ იცი, შეიძლება კითხვა ქონდეს და შეიძლება მცოდნესთვის ეს კითხვა დებილურად ჟღერდეს. მაგრამ როცა პასუხი ჟღერს ამ კითხვის დებილურად, აი ეგ უკვე პრობლემაა, ეგ სერიოზული პრობლემაა. მოკლედ ჯგუფში დებილური კითხვის დაწერა მოსულა, დებილური პასუხის გაცემა არ მოსულა. რაც არ ვიცით, ის პასუხი არ გავცეთ. ესე მარტივად რომ თქვათ, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა საერთოდ არ იცოდეს რაღაცა. მაგალითად, ეხლა მე რომ ვინმე მკითხოს, ისევ ჯანმრთელობას დაუბრუნდა. დიეტებს დაუბრუნდები? არა, დიეტებზე იმდენი პასუხი მაქვს, რა ის ყველანაირი დიეტა მაქვს, დაცული რაც კი შეიძლება არსებობს ეს. ვაფშე, ყველანაირი, აი, ყველაფერი მაქვს ნაცადი. მან კომპეტენტური ვარ. მან ერთ-ერთი კომპეტენტური პასუხია, რა მაქვს, იცი? არ მუშაობს. ხო, რა, ორგანიზმის ინდივიდუალურია და ადამიანების ინდივიდები ვარ და შესაბამისად ვიღაცისთვის რაღაცა რომ არ მუშაობს, ვიღაცისთვის შეიძლება ის რაღაცა მუშაობდეს. კაროკა ყველა ერთნაირია. გეფიცებით კაროკა ყველა ერთნაირია. ინდივიდუალური არ აქვს არაფერი საერთოდ. ან მუშაობს, ან არ მუშაობს. ან აქვს, ან არ აქვს. всё. კაი, ეხლა ძალიან ბევრი რო არ მოგაბეზროთ თავი, ოცრემლები წავამივიდა იმდენი ვილაპარაკე. ძალიან რო არ მოგაბეზროთ თავი, მოდი ახლა გადავიდეთ და ვნახოთ. ანუ, ნახე, კიდე აქ პატარა ისტორია ჩავაყვეხებ, ბევრს არ ვილაპარაკებ. Land Rover-ი თავიდან შეიქმნა იმისთვის, რომ ყოფილიყო უგზოობის, ფერმერებისთვის და ასე შემდეგ. მანქანა, რომელიც აი იქნებოდა ყველანაირი ომისთვის მზად და ინსპირაცია იდეაში ჯიპი იყო თავის დროზე და მერე შეიქმნა Range Rover-ი. Range Rover-ი შეიქმნა იმისთვის, რომ თან ცუდ გზებზეც შეძლებოდა სიარული და თან ყოფილიყო შედარებით პრემიუმი, შედარებით კომფორტული და შედარებით უფრო ასე luxury. ხო, ანუ სხვანაირად მაგას ვერ იტყვი რა, ანუ ხო, რა შედარებით ძვირიანი უგზოობის ავტომობილი, რომელშიც თავს კომფორტულად იგზნოვდი და აუცილებელი არ იყო კარტოფილი გეთრია. შეგიძლიათ შენ დამჯდარიყავი, შენ ლამაზი ოჯახი ჩაგეცვა და სადღაც წასულიყავი. ეგ იყო Range Rover-ის შანაფიქრი თავიდან და მე მგონია რომ დღემდე წარმატებით ასრულებენ მაგ ჩანაფიქრს, აი Evoque-ები ველარები და ვარ დაემატებინათ გზა და გზა. აი Freelander-ი რო გადააკეთეს Evoque-ად ჯიგრემა. რა ქრეს ვიხდი? Freelander-ს იმდენად გაფუჭებული ქონდა სახელი, Freelander-საც ხო უშვებენ, მაგრამ Freelander-ს იმდენად გაფუჭებული ქონდა სახელი. გაყიდვები ჩავარდა და Evoque-ად გადააკეთეს. ესო დღეიდან Range Rover-ია უცმაო. და Freelander Escape რაღაც გავაუშვეს. არა, Evoque მერე ველარი გახდა. ხო, ოკეი, ხო. ხო, არა, ესე რა ქვია. X3-ის კლასში ცდილობენ აი თავით შეკვეხებას, შეტენვას და ვერ ეტენებიან რა. სადაც GLC და სადაც X3-ია, მე მგონია რომ არ არის ამათი ადგილი და სადაც ამათი ადგილია, მე ვიტყოდი რომ Mercedes-ის, BMW-ის და Audi-ის ადგილი ცოტა ნაკლებად არის. ანუ იმათიც არის. X5 ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს და პირდაპირ X5-ის კონკურენტია სპორტი, მაგრამ ეხლა შეიძლება მთლიანი BMW-ის კასტამ ჩამქოლოს, მაგრამ X5-ს სპორტი მირჩევნია დაჟე მეცაც გეტყვით. აი ეს 2014-იანი კომპლექტაცია კი კარგი აქვს, მაგრამ ჩვეულებრივ 2014-იანი სამდანელი კომპრესორია, არაფერი განსაკუთრებული არც ესვერი, არაფერი. სიარულით და სიარულის დინამიკით
მე პირადად G05-ს მირჩევნი. ნუ F15-ზე და S50-ზე აღარ ვიძახი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მისის 70 რამდენად მიყვარს, მაინც ვთვლი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სიარულში ეს ჯობია. ოღონდ არა აგრესიულ სიარულში, ანუ აგრესიულ სიარულში სწორად დაკომპლექტებულ 70-ს გულის ხომ და სწორად დაკომპლექტებულ F85-ს არ ჯობია საერთოდ არც ერთი SUV ჩემი გადმოსახედიდან. ანუ მაგათ კლასში ჩემთვის არც SUV არსებობს, არც AMG, არც აუდი ხო, აუდია საერთოდ არ წერია არსად. RSQ-ა და რაღაცა. პაპო, არ ვარ თიაღოველები. პაპო, უცბად გამეხსნა რა, F85 წარმოებით თვალწინ და ბოდიშით გამეხსნა. მაგრამ არააგრესიული სიარულისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილი როცა გჭირდება, როცა გინდა კომფორტი, და როცა გინდა უსაფრთხოების განცდა, და როცა გინდა ის, რომ გაცრიების ნაკლებად გძნობდე ყველა კენჭს, ვიდრე მანამდე იგზნობდი. მაგ შემთხვევაში Range Rover-ი არსებობს. და მე არ ვთვლიდი ამ ყველაფერს ესე, ანუ ესე არ უყურებდი ამ ყველაფერს, სანამ ამხელა მანძილი არ გავიარე ამ ავტომობილით. მანამდე რა თქმა უნდა Range-ებით, მათ შორის ამითად რაღაც მოკლე მანძილზე მქონდა გავლილი, სანამ ამას საერთოდ ვიყიდდი, მაგრამ ეგ განცდა არ დაუტოვებია, რომ აი რაღაცა X5-ისგან განსხვავებულში ვიჯექი. ორივე პრემიუმ კლასის ავტომობილია, ორივე საკმაოდ კარგი ავტომობილია, სწორად დაპროექტებული ავტომობილია, ну ამის ძრავის მხარეს სწორად დაპროექტებულს ვერაფერს იტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დანარჩენი სავალი ნაწილის არ ვიცი რამდენად გახსოვთ, მაგრამ იმ ვიდეოშიც პირველ ვიდეოში წესით ვამბობ ჩანს, რომ ავწიეთ და მანქანას ქვევიდან ვათვალიერებდი, ანუ მაშინვე მომეწონა, იმიტომ რომ ქვევიდან ძალიან კარგი, ანუ ძალიან სწორად იყო რაღაცები გაკეთებული და მაგ ყველაფერმა გაამართლა კიდევაც და პრაქტიკაში გაამართლა, ანუ პრაქტიკაში გამოვიდა ის, რაც უნდა გამოსულიყო და დადის და ის შედეგი აქვს, რაც უნდა კონდეს. ერთადერთი, რასაც დავიწუნებდი ამ კონკრეტულში და სხვათა შორის მე რაც ვეძებე ვერ ვნახე ვერც ერთში, ანუ ვერც ერთ სპორტში და ვერც ვოგში, ამ თაობაში შედარებით უკეთესი სავარძელი, რომელიც მე თუ მკითხავთ პრემიუმ კლასის ჯიპს ჯიპი რა ხო მაინც ჯიპია ქართველებისთვის მაინც ჯიპია რა ჩემთვისაც მაინც ჯიპია რა მაგრამ ეს არის sport utility vehicle და რაღაცების სახელი ეს სავარძელი რაც ამას უყენია და რაც ვოგს უყენია, ანუ ვერ ვნახე ამ თაობაში რაც ვეძებდი სხვა სავარძელი ფიზიკურად ვერ ვნახე და გრძელ გზაზე ჩემთვის საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა. ამ კონკრეტულს რაც უყენია, საკმაოდ კაი სავარძელი, ანუ თავის დაჭერის ბალიში ეგრეთ წოდებული საკმაოდ კარგი აქვს და ძალიან გავს ჩემს ერთ-ერთ საყვარელი სავარძლის იმას რა ქვია, თავის დამჭერს, ფეხების დაჭერის მექანიზმით საკმაოდ კარგია და მაგონებს ეხა ბოლო თაობის ნავიგატორში რაც გააკეთეს 36 პოზიციანი ფეხის დამჭერი აქვს. მაგის ჭიჭვეშვილი ვერსია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფეხის დამჭერი აქვს და სავარძელში შედარებით კომფორტულად ზიხარ, ვიდრე RRS-ში და არ ვიცი, ანუ ეს ყველა RS-ს ესეთი აქვს თუ უბრალოდ ამ კონკრეტულს აქვს, იმიტომ რომ ეს კონკრეტული ავტომობილი არის კონკრეტული შეკვეთით ნაყიდი ჩვენთან ცენტრში და ამ ავტომობილის პირველ მყიდველს კონკრეტული სურვილები ქონდა, რომ ეს ყველაფერი ამ ავტომობილში უნდა ყოფილიყო და ამ ავტომობილში არის კიდევაც. თუმცა არ ვიცი ყველა RST ანუ LCI ესეთი სავარძელი გამოდის თუ არა. თუმცა ეს სავარძელიც და ისიც BMW-ს კომფორტ სავარძელთან ახლოსაც ვერ მივა. BMW-ს კომფორტ სავარძელთან ზოგადად ბევრი სავარძელი ვერ მივა ახლოს, მაგრამ ამას ვამბობ, იმიტომ რომ დიდ გზაზე იმას რო არ მიჩვეული, ანუ ხა BMW-ს კომფორტ სავარძელს რო არ მიჩვეული, ამან ცოტა დამღლა, ცოტა არა, კარგად დამღლა, ერთ სამჯერ გაჩერება გადმოსვლა მომიწია, ეს არა მე ერევნიდან თბილისამდე ჩამოვედი, რომ ცოტა წელში გავშლილიყავი რაღაცა და დისკომფორტს გრძნობდი რაღაც დონეზე. BMW-ში მაგ სავარძელში დისკომფორტი არასდროს არ მიგზნია, ანუ თბილისი ბათუმი ისე ჩავდივარ ყოველთვის, რომ ერთხელაც არ მომინდება, სურვილიც არ გამიშდება, რომ გავჩერდე წელი დავასვენო რაღაცები, ანუ ეგეთი რაღაც არ მაწუხებს. ეგ არის რაც ერთადერთი არ მომეწონა კომფორტის მხრივ ამ ავტომობილში. თუმცა, ბევრად ჩუმია ვიდრე BMW. ნახე, იმას არ გულისხმობ, რომ რაღაცა სასწაული მასალებით არის აწყობილი, თუმცა კაი მასალებით არის აწყობილი და საკმაოდ ესეთი SS და ისიც, ეხლა ეს ბევრად მაღალი ხარისხის მასალებით არის აწყობილი, ალკანტარას ჭერით არის და ასე შემდეგ. ეგიც იმ შეკვეთის ნაწილი იყო. ის ჩვეულებრივი შავი ჭერით არის და ჩვეულებრივი ტყავით არის, თუმცა ხარისხიანია, ცალსახად ხარისხიანია და ეგ ხარისხი პირდაპირ იგრძნობა, რომ ვიღაცებმა მაგ ყველაფერზე იზრუნეს და ინდუსებს არ უზრუნიათ მაგაზე, ინდუსებმა უბრალოდ ფული გადაიხადეს და ინგლისელების შემოქმედება ის ყველაფერი, რასაც მათ ხედავთ. კაკას ეგ ცოტა მოპედანტო შეხედულება ეთყობა ინტერიერს და ინტერიერის ზოგადაგებულებას. პლუს ამ ყველაფერს სიარულის დინამიკაში უზარმაზარი პლუსი ჩემთვის რაც აქვს ის, რომ გრძნობრო ავტომობილი მძიმეა, ანუ ეგ შეგრძნება აქ რომ მძიმეა, აი F15-ით არ დაქანაობს, არ დაფარფატებს, F15 მაგიტო არ მომწონს ყველაზე ძალიან, რომ 20-იან, 21-იან და როგორ ის პადვესკაზე თუ არ დააყენე და პადვესკაზე დაყენებულზეც ის შეგრძნება აქვს, რომ თითქოს რაღაცა აი როგორ Ford Escape-ი დადიხარ რა, რაღაც პლასმასის თანამედროვე ავტომობილი დადიხარ, რომელსაც
არ მოეთხოვება რომ ეკომფორტი კონდეს, არ მოეთხოვება რომ რაღაც განსაკუთრებულ სიმყურდროვეს განიჭერდეს და არ მოეთხოვება რომ რაღაც განსაკუთრებული მასალის სალონი კონდეს. ანუ ეგეთ შეგრძნებას მიტოვებს F15. ამაზე მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვი. ანუ ეგ შეგრძნება დამრჩა მე სხვათა შორის ჯინო 5-ითაც რა, ანუ მოკლე მანძილებზე ხა თბილისში ბევრჯერ მივიდა, თუმცა ხეროსთან ერთად გადაღებულ ვიდეოში ალბათ ნახავთ ხეროს ვიდეოსაც და თუ ნანახი არ გაქვთ შეიძლება გადახვიდეთ ალექსანდრე ხეროდინაშვილის არხზე და ნახოთ ეგ ვიდეო რომ ჩელენჯის რომლითაც ბათუმში ვიყავით სასულები ამ ჩელენჯში. ჯინო 5 დიდ გზაზეც მომიწია სიარული და პირდაპირ ვიტყვი რომ ეს უფრო მომწონს, ანუ რენჯი უფრო მომწონს დიდ გზაზეც სავარძლის კომფორტულობის გარდა და ქალაქშიც ვიდრე ნებისმიერი BMW-ს ამ კლასის ავტომობილი. ეხლა შეიძლება აი მეხი ჩამოვარდეს და მომხვდეს. ეს რა თქმა უნდა ჩემი სუბიექტური შეხედულებაა და ვისაც არ მოგწონთ შეგიძლიათ გაატაროთ. ასევე შეგიძლიათ დასხდეთ იმ თქვენ BMW Mercedes-ებში და იეროთ რამდენიც გაგიხარდებათ. მეც აქედან რომ წავალ ისე ჩემ BMW-ში დავждები და გავაქცევ მოძრაობას. თუმცა ფაქტი არის ფაქტი, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. მოდი ახლა გადავიდეთ იქ, სადაც ამ მანქანების ადგილი სრულად არ არის, ნაწილობრივ არის, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა მაღალი გამოვლობის ავტომობილი ქვია და როცა ამ ავტომობილს ყიდულობ, რამდენად მართლა სადმე მიგიყვანს და რამდენად აქვს იმის საშუალება, რომ Range Rover-ი რო ქვია მანქანას, ანუ Range Rover-ი ჩემთვის აღიქმება პირდაპირ იმაში, რომ მანქანას უნდა შეეძლოს როგორც მინიმუმ იმ ზედაპირზე გავლა, იმ ადგილას გავლა, სადაც ყველა SUV ვერ გაივლის. მათ შორის მისი პირდაპირი კონკურენტებიც, იმიტომ რომ ამ მანქანის გაყიდვების პირდაპირ მთავარი ერთ-ერთი აქსელერატორი არის ხოლმე ის, რომ მილიონი გადასართველი აქვს სალონში გრավზე, თოვზე, ბალახზე, ტალახზე, აგურზე, ქვაზე, ანუ ყველანაირი გადასართველი აქვს, რომ ყველგან შეუძლია გავლა. ანუ ეგ არის ხოლმე მარკეტინგის ძირითადი ხაზი რენჯის და ნუ პლუს დახვეწილობა, რომელიც ნამდვილად ვიზუალზე აქვს. ჯერ მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც რენჯზე იტყვის, რომ ვიზუალურად არ ვარგა. ანუ აი ვიზუალურად ყველა რენჯი ვარგა. დანარჩენი რა გითხრათ, რომ ვიზუალურად ყველა რენჯი ვარგა. მოგეთ, წავედით ახლა ნახოთ რისი მაქნისია თავის სტიქიაში, ნაწილობრივ თავის სტიქიაში. ესე იგი, როგორც უკვე ვთქვით, Range Rover-ის ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი იყო ის, რომ ყოფილიყო კომფორტული და ამოდროულად მანქანა, რომელიც სუდ გზაზე შეძლებდა სიარულს. ეხლა რაღაც უბედურობ, რომ უძე წასვლას ამით ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი და არც მეორეთი, თუმცა ლისზე ვართ ამოსული ეს დიაგონალების სატესტო აღმართს რო ეძახიან, არასდროს არ ყოფილა რა მანქანებით აქ, არასდროს არ მიცდია ასვლა და ყველა ერთად დავინახოთ რომელი რისი მაქნისია და არის თუ არა სხვაობა დიზელ ბენზინს შორის ამ შემთხვევაში და ზოგადად Range-ს აქვს თუ არა იმის ერთი ადგილი, რომ Range Rover-ს რო ეძახი და რაღაცა უგზოობისთვის გამოშვებული ავტომობილი რო ყავს, ელემენტარულ აღმართებზე ადიოდეს. კიდე ერთი საკითხი, რაც Range-ზე მაოცებს და ძალიან არ მომწონს მაგ ყველაფერთან ერთად. ჯერ ზევით არას ვართ, ანუ ოდნავ ტვერში გამოვიარე. წეგან გავრეცხეთ ორივე მანქანა. ოდნავ ტვერში ვართ გამოვლიდი და უკანა მხარეს ორივე შეხედე რა ჭირს. პროსტა, ანუ ამ მანქანით გარეცხილით რო გამოდიხარ, ოდნავ აი თბილისშიც რომ მოძრაობ უგზოობაზე და რაღაცებს არ გულისხმობ. ოდნავ ტვერში გამოხვალ და ამას შეხედე რა. აი ამას უყურე პროსტა. ამას უყურე პროსტა. ერთი მტვერში გამოვიარე. უკანა მხარე ეგრევე ჭუჭყიანია, აი ეგრევე. ეს სხვათა შორის არ შემჩნევია არც ერთ ავტომობილზე, ნუ რა თქმა უნდა რაღაც დონეზე ყველა ისვრება, ყველა მანქანაა, მაგრამ აეროდინამიკა აქვს ეგეთი, ანუ აქ ქმნის რაღაცას და იტრიალებს თუ რასაკეთებს ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ჭირს ყველას აბსოლუტურად. კაი, წავედით ახლა ცადოთ. ესე იგი, ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში მანქანას მაღლა ავწევ, აუცილებლად. ავწიოთ მანქანა მაქსიმალურად მაღლა. და ავტომატურ მოდში ვართ. ჯერ არაფერი არ გვაქვს ჩართული, ეგრეთ წოდებული დამხმარე გამანაწილებელი იმისთვის, რომ აქ ავიდეთ. სხვათა შორის იმ ავტომობილს აქვს, ანუ დიზელს აქვს დადაბლების ფუნქცია, გადაცემის დადაბლების, ამას არ აქვს. ამას ესეთი მკვდარი რაზად გაუყენია ყველანაირი გენიოსობების გარეშე. მოდი ვნახოთ რა სიზავს. ძალიან საინტერესოა, როგორ მოიქცევა ამ დიაგონალებზე. სახულებს Range Rover-ი, რო ერქვას Range Rover-ი? Range Rover-ი არის Range Rover-ი. ყველანაირი მოცულობის საწინააღმდეგო სისტემა
გათიშული მაქვს, არაფერი არ მაქვს აბსოლუტურად ჩართული და პირდაპირ ამოვედი. მაგრამ ეხლა მთავარი კითხვა. რატო? წყალი გამდის? ხო, ანტიფრიზის სუნი ტყუილად არ იგრძნობოდა. ელიზოლიდატორი რა. კარგად არ ვიხარ შეჭი. დიაგონალიზმი მაგარი. ეხლა მაინტერესებს ორი რამე. წყალი რო გაგვდის ეგ ძალიან ცუდია. და მეორე, დაბლა როგორ უნდა ჩავიდეთ. ანტიფრიზის სუნი ვიგზევნეთ. რო ამოტრიალ და ზედმეტი რა შირწელიდან ხო არ გადმოასხანე და მოიცა დავწევ მანქანას, თორე აგვერებს დავიდე ხო. ეხლა იმანაც თუ დაღვარა მე ეკნახე შე. aks, ნახოთ ეხლა ჩვენი დიზელი რას იწევს. აქაც ავტოთი მივდივარ, უბრალოდ მანქანას ავწევ ამ შემთხვევაშიც. მაქსიმალურად მაღალ წერტილზე დავაყენებ და ვნახოთ რას იწევს. ესეთ ეგ არის, მეტი არსად აღარ იწევა. წავედით. ნახოთ ეხლა დიზელი როგორ მოიქცევა. რატომღაც ეჭვი მაქვს, სადაც ისავიდა ესეცავა. იგივე გზაზე რას იწევს დიზელი. აი როგორ მიდის იცი გეგონება მაღაზიაში საყიდლებზე იყოს გაფასული რა. ბრავო, ყველაფრის ჩართვის გარეშე, არც პანიჟენია ჩამირთვია. აი საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია. რეაქცია არ ქონია საერთოდ მანქანას. რაც ძალიან მოაოცებს და აქვე აღნიშნავ, რომ ჯერმე არ ვეგულება X5, რომელიც ესე ამოვა. ბოდიში მეც ძალიან მიყვარს X5, მაგრამ არ შევადარებ დაში. ორი წარმოიდგინე. შეკიდე ყუდე მისეჩება. ეს რაკაცია ფეხი დადის ოფროუდზე. ეგო. რეაქცია გამოსული. ხალხი მანქანა დადიოდა ოფროუდზე თენგო ფეხი. ეს მაგრას სწორეს. ადამიანური ოფცია რო უყენია. სხვათა შორის, ამის კომპლექტაციებზე ანაკამდე არ მე ნახავდით ვიდეოში ამ კონკრეტული მანქანის. და შესაბამისად გესვენებათ ესეც რატომ აქვს, ანუ ეს ყველას არ აქვს. ეს ოფცია, რომელიც პატრონმა თავის დროზე გადაწყვიტა, რომ უნდა ქონოდა და მე არ ვიცი ვინ იყავი პირველი პატრონი ამ მანქანის, მაგრამ მადლობა, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. ძალიან კარგი ოფცია. ეგზრობა რა დღეს რო აი აქ დადიხარ და ის ეგზრობ თავს თითქოს ასფალტზე მიკატაობდი არა და ეხა ამ კაცს თუ ჩასვავს ეგ უკანა კაცსაც ჩასვავს სად მივიდივართ ამ წუთას მოდი დაღმარზე ჩასვლის ფუნქციას დავტესტოთ ბარემ. აი მაგალითად JX-ზე ძალიან კარგად მუშაობდა რა. აქ ვნახოთ რას იზევს. ეხლა ჩაურთე HDC on და გავუშვი ტორმუსს. ხო, ანუ ტორმუსს საერთოდ პედლებს არ ვეხები ეხლა ამ წუთას მე. ანუ ეს ფუნქცია ძრავით აჩერებს და არა მუხრუჭებით. და თავარი ჩანაფიქრი ამ ფუნქციის ძრავით გაჩერების და არა მუხრუჭების არის ის, რომ ნუ ეხლა ამ საფარზე არაფერი არ მოხდება. შეიძლება მუხრუჭით ჩახვიდე ჩვეულებრივ, მაგრამ მოყინულზე, სველზე, თოვლიანზე და ტალახიანზეც რა თქმა უნდა, ნუ სველი ალბათ ტალახიანიც იქნება. მაგ შემთხვევაში მაქსიმალურად ნელა ჩადის მაგრამ საერთოდ მუხრუჭს არ ხონს, ანუ საბურავის ბლოკირებას არ იწვევს, რაც კონტროლირებას ჩასვლას განაპირობებს და შესაბამისად თაყვის დალეცვისგან ძალიან წარმატებით და აქტიურად გვიცავს. სხვა შემთხვევებში
ანუ მუხრუჭით ჩამოსვლისას ზოგადად ბევრად მეტი რისკია მოცურების და სადაცაც გადავარდნის, მით უმეტეს თუ გამოცდილი მძღოლი არ ზის, ვიდრე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საერთოდ არანაირი რისკი არ არის, თავისთვის მშვიდად მიგორავს და სანამ არ ვეტყვით რომ ჩვენი დაღმართი სიარული მოგბეზნო, მანამდე ესე იგორავებს, და სანამ დაღმართი არ გათავდება. სიჩქარის კონტროლის საშუალება რამდენად აქვს? არა, კრუიზით აშკარად სიჩქარეს ვერ უცვლი. 8 კმ/სთ, 8-9 კმ/სთ დიაპაზონში მიგორავს საკუთარი ძალებით. ისე რომ საერთოდ არაფერს არ ვეხები. მთელი დაღმართია ფერხი პროსტა გვერდზე მიდევს, ისე ჩამოვდი. Lows ფუნქციაც ძალიან მომეწონა. და ეხლა გავუთიშო. და მანქანა წავიდა ეგრევე. ნახეთ ხო კადრები. თან მან მე მგონი ვიძახი რომ მოცურება გათიშული მაქვს თქო უბრალოდ არანაირი მოცურება არ მაქვს ჩართული მოცურების აზრიამდე სისტემა არ მაქვს ჩართული ანუ უყურმა ვამბობ რა არაფერი არ მქონდა გამორთული საერთოდ ანუ მანქანაში როგორ ჯდები და მიდიხარ აი ეგრე დავჯექი და წავედი საერთოდ თითი არ დამიჭერი არაფერზე ერთ-ერთი ზევით ავწიე ესეც და ისიც მეტი არ გამიკეთებია არაფერი ის პირველი ავლა იყო რაც ნახეთ იმისი ავლა და გაზი ნაკლებად მივეცი ანუ თავიდან ცოტა ესე ფრთხილად წავედი იმიტომ რომ არ ვიცოდი როგორ მოიქცეოდა მანქანა ეგ გზაზე ამით გავლილი არ მქონდა საერთოდ და არ ვიცოდი როგორ მოიქცეოდა შესაბამისად თავიდან ხელი გაზით შევაპარე და მაგიტო გონია რომ უფრო ჩერდებოდა და მე იძრებოდა თუმცა ეგ ძალიან დასაფასებელია რომ მაგხელა დიაგონალზე მანქანა ჩერდება და იქიდან მე კიდე წასვლას ახერხებს სადმე რომ მიდის ეგ უკვე ძალიან დიდი პლუსია თან რამდენჯერმე გააკეთა ეგ ყველაფერი და ნუ მოცულების საზრიამდებო სისტემა გასაც მითიშავდა რა ანუ დროსაც მიკეტავდა რეალურად იმ ძალას არ მაძლევინებდა მანქანაზე რასაც მე ვთხოვდი ანუ პედრით რასაც ვთხოვდი ეგ სიმძლავრე საბურავებზე არ გადაქონდა თვითონ აკონტროლებდა თავიდან ბოლომდე საბურავებზე გადატანის სიმძლავრესაც და მანქანის ასვლის დინამიკასაც სამ თვითონ გააკეთა თავიდან ბოლომდე ამანაც ყველაფერი ანუ არაფერი არ გამიკეთები აი ესე რული მეჭირა ხელში ვიდეოში ალბათ ჩანს შიდა კადრებიდან რული მიჭირავს ხელში და გაზზე მიდგას ფეხი მეტი არ უშვები არაფერს საერთოდ თვითონ ქნეს ორივე რაც ქნეს ეს საერთოდ ისე ავიდა რომ აი მართლა მაღაზიაში რომ გამოდიხარ ეს პროსტა რომ იაპარკინგებს რაღაც ამოიღებ საბარგულში ნაზად ჩადებ და გააგზელებ მოძრაობას აი ეგრე ნაზად აი არა თითქოს იმაზე მიდის სწორ ასფალტზე გაცილებულ ასფალტზე მიდიოდა ეგეთ შეზრება მქონდა ამ მანქანაში ნუ იმის გარდა როცა ჰაერში აიცია რა მაგ შემთხვევაში მივხვდი რომ ჰაერში ვიყავი მაგრამ არანაირი არ ის განცდა არ მქონია რომ აი გადავარდი და აი ვერ წავედი და აი რაღაცა დაემართა რაღაცა მოგვივა აი საერთოდ არ მქონია ეგ შეზრება იმდენ დარწმუნებულად ვიჯექი მანქანაში და იმდენ დარწმუნებულად მიდიოდა მანქანა ხიდებს მინდა შევეხო ანუ იმას რამდენადაც ვიცი ღია ხიდები აქვს ამას აქვს დადაბლების ფუნქცია ანუ დაინამიკია ეგრეთ წოდებული და დაინამიკებს აქვს დადაბლების ფუნქცია ყველას დადაბლების ფუნქცია გულისხმობს იმას რომ იმის რაზდატკა ეგრეთ წოდებული არის ყველანაირი მართვის გარეშე დაშლილი რომ მქონდა და ვაწყობდი დაჟე მაშინ მახსოვს რომ რაზატკას რო ვაყენებდი მეთქი ანუ არ ბლოკი არ უნდა რამე არ უნდა კონდეს მექანიკური ტუპოი რაზატკა უყენია ანუ არაფერი არ ხდება შიგნით პირ მუდმივად 4-4-ზეა მანქანა და შიგნით არ გახსნილი არ მაქვს ფრიქსიონზეა თუ პირდაპირ კბილანებზეა არ ვიცი როგორ მუშაობს რა მექანიზმით მუშაობს თუმცა ნუ ბევრი მექანიზმის მუშაობის მექანიზმი ბევრნაირი არ არსებობს ან ცეპი აქვს ან კბილანა აქვს ან ფრიქსიონი აქვს ან რამდენიმე ყველაფერი ერთად ყოველ შემთხვევაში არანაირი მართვა არ გააჩნია რაზატკის აბსოლუტურად ამას გააჩნია ანუ
გაზატკის მართვის საშუალება აქვს, როგორც ვიცი, ხითაშორის ბლოკირებაც აქვს, ანუ რაზატკის ბლოკირების საშუალებაც აქვს, რომ მუდმივად ორივე ხიდი მოჭიდებაში კონდეს და ასევე უკანა ხიდის ბლოკირებაც აქვს ელექტრონული მართვით, ორივე საბურავი შეძლებს დაგვარად თანაბრად ტრიალებდეს. პლუს ყოველთვის ანუ თორკი გაცილებით მეტია, ანუ სიმძლავრე გაცილებით მეტია ვიდრე ბენზინის და მე მგონია რომ მაგის ხარჯზე აიარა ესე ნაზად, ანუ იმან ცოტა სხვანაირად აიარა, მაგრამ თავის დანიშნულება სრულიად შეასრულა, ამან გაცილებით მარტივად შეასრულა იგივე დანიშნულება და მე მგონია რომ მაგ ხიდის და დანარჩენი კომანდების დამსახურება. მოდი ახლა სანამ კიდე ერთ საკითხზე გადავიდეთ, რაც შეეხება ფასებს და ზოგადად ანუ ვინცაც ახლა ყიდვა მოუნდება ავტომობილის და ამ ვიდეოს ალბათ ვინც უყურებს უმეტესობა ნაწილი მაინც იფიქრებს რომ ოდესმე ეს ავტომობილი შეიძინოს. ფასებში არის რესტში და არარესტში კოლოსალური სხვაობა, ანუ ძალიან დიდი სხვაობა, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაშიც. პირობითად ჩვენთან არარესტი თუ ღირს 18-20,000 დოლარი უხეშად, ანუ მაგ დიაპაზონში მერყეობს კარგი მანქანების ფასები, ესეთი გასაპალიროკებლის არა. ნუ მინიმუმ კაპოტი მაინც და პრიალებდეს. ანუ ეგეთი მანქანის ფასების დაახლოებით 20-ის დიაპაზონში თუ მერყეობს და ტექნიკურადაც სრულიად გამართულია, ამის ფასი იწყება სადღაც უხეშად 35-დან და მიდის ზევით. თან ზევით ანუ ეს არ აქვს, სადღაც ბოლო წერტილი არ გააჩნია, შეიძლება უაზრო ფასი ღირდეს რაღაცა, მაგრამ ეგრეა ამერიკაშიც, ანუ ამერიკაში პირობითად დაზიანებულს თუ მექანიკური დაზიანებით გულისხმობ, თუ ყიდულობ ამ ავტომობილს სადღაც 7, 8, 9, 10,000 დოლარის დიაპაზონში 20-ზე დაბლა საერთოდ არ დევს ეს. ანუ 20-ზე დაბლა ფიზიკურად ვერ ვნახე გაყიდული რესტი მექანიკური დაზიანებით. ფიზიკურად ვერ ვნახე, ვერც დიზელი, ვერც ბენზინი, ვერც ხუთიდანული, ვერც სამიდანული. არ იყო საერთოდ. შესაბამისად, აქაც იგივე შედეგი გვაქვს ფასებზე და ვინც ამის ყიდვას გადაწყვეტ, მაგისთვის ალბათ მზად უნდა იყოთ. ასევე კიდე ერთი რამისთვის მინდა რომ ყველა მზად იყოს, ვინც ოდესმე რენჯის ყიდვას გადაწყვეტს. აი ეს მითი რა, მითია თუ რეალობა კიდე არ ვიცი, ანუ ძალიან პრობლემურია Range Rover. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის ახლა პრობლემური მანქანა არ არსებობს ზოგადად და ნებისმიერ მანქანას გავაკეთებ რაც არ უნდა ჭირდეს. თუმცა, რო ჩავეძიე, ანუ აგებულებას, ტექნიკურ აგებულებას და ელექტრონიკის აგებულებას ძალიან მომეწონა თქო მოვიტყუები. ცოტა, ანუ რაღაცეები აქვს ისე გაკეთებული, რასაც მე ეგრე ყოველ შემთხვევაში არ დავაპროექტებდი, ოღონდ ამასაც ვამბობ, ისევ იქ დავბრუნდები, ისევ BMW-ს შევხედვარი, იმიტომ რომ იმათ ეგ კუთხე ძალიან კარგად აქვს გაკეთებული, ანუ იდეალურად აქვს შესრულებული. ერთი კვერცხობა რო ქნეს S65 რო გამოუშვეს, მას მერე ეგეთ დებილობა აღარ უქნიათ, ანუ ელექტრონიკა აქვს, აწყობილი ელექტროობა ზოგადად მანქანის, ძალიან კარგად, ძალიან ლოგიკურად და ძალიან მარტივად. ანუ ჩემთვის მარტივია, იმიტომ რომ პირდაპირ ანუ ავტომობილი სწორად გეუბნება ყველაფერს და ყოველთვის მარტივად გახვედრებს რა უჭირს ელექტროობაში თუ რამე უჭირს. ყველას ანუ ძალიან კარგად აქვს გაკეთებული ესე მოდი რა ბევრს არ ვილაპარაკებ, BMW-ში ელექტროობა ძალიან კარგად არის გაკეთებული. Mercedes-ში თითქმის იგივენაირად არის აწყობილი, თუმცა მე დიდად არ მომწონს, იმიტომ რომ ალბათ უბრალოდ იმიტომ რომ ის community არ ყავს Mercedes, რაც BMW-ს ყავს და BMW-ს შემთხვევაში aftermarket ანუ არაქარხნული დიაგნოსტიკის მოწყობილობები და კოდირების მოწყობილობები გაცილებით ფართოდ არის გავრცელებული და გაცილებით მაგარი მოწყობილობები არსებობს, ვიდრე Mercedes-თვის. Mercedes-ი ძირითადად ჩაკეტილი ხარ ისევ ორიგინალ დიაგნოსტიკა კოდირებაში და იგივე ლაუნჩები და სხვა მოწყობილობები იმ დონეზე ვერ მართავს და ვერ მანიპულირებს მანქანით. სადაით რიქ სიტყვა. რამდენადაც BMW-ზე. და ეგ კიდე ერთი უზარმაზარი პლუსია BMW-ში ჩემთვის. ყოველ შემთხვევაში ძველი რა, ანუ ბოლო თაობებში ცოტა ერთი ადგილის თამაში დაიწყეს მაგათაც. და რაღაცები ძალიან ჩაკეტვას ცდილობენ. იმედია არ გამოუვათ ბოლომდე და იმედია იმას მიხვდებიან, რომ do it yourself ტიპები, ანუ თვითონ ვინც მანქანას აკეთებს, მაგ ტიპებისთვის გამოშვებული მანქანა გაცილებით მაგარი გასაყიდია და გაცილებით დიდი community როგორ არის ქართულად. მომხმარებლების ბაზა შეიძლება ყავდეს მაგის ხარჯზე, რომ რაღაცების კეთება ტიპებს თავისით შეუძლია და ძალიან ბევრი ინფო არსებობს ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით. აქ ცოტა ჩაკეტილად არის რაღაცეები, ცოტა იმ ლოგიკით არ არის აწყობილი, რა ლოგიკითაც მე ვარ მიჩეული უბრალოდ. ასევე ტექნიკური კუთხითაც სავალი ნაწილების და რაღაცეების, ძრავიც და სხვა აგრეგატებიც, აი როგორ არის აწყობილი, იცი, პრემიუმ ავტომობილი რომ უნდა იყოს აწყობილი ეგრეა, თუმცა არა თვით რემონტისთვის რეკომენდირებული. Range-ის პატრონების უმეტესობა ისეა თვით რემონტზე საერთოდ არ არის ორიენტირებული და მაგრად არ აინტერესებს თავისით ბოლტი როგორ უნდა მოუშვას და მოუჭიროს, იმიტომ რომ ძირითადად იმ კატეგორიაზეა გათვლილი, ვინც იცის რას ყიდულობს. თუმცა, ნუ რა თქმა უნდა, ხა იქ ნიუანსები არის, რომელიც მოდი შორს წავალ ძალიან მაგ ნიუანსებზე რო ვისაუბრო, რომელიც პრობლემური აქვს რაღაცეები, რაც უჩნდება ხოლმე გზადაგზა, მაგრამ ყველაზე სწორ რაღაცას ვეტყვი ნებისმიერ ადამიანს, ვისაც Range-ის ყიდვა უნდა. გინდა ამის და გინდა ახლის. Range-ს თუ ყიდულობ, უნდა ხვდებოდე ორ კატეგორიაში, ან ერთში, ან მეორეში.
სხვა შემთხვევაში რენჯი არ უნდა იყიდო. პირველი კატეგორია, რომელიც თავისით აკეთებს და ყველაფრის გაკეთება შეუძლია თავისით და ეგეთი ტიპის ძალიან ცოტა ეგეთი ტიპი ვინც რენჯს ყიდულობს, თან მაგ ყველაფერთან ერთად და თან თავისით რამის გამკეთებელია და თავისით დაიწყებს მანქანის კეთებას. ანუ ეგ კატეგორია არის რენჯის პატრონების ალბათ 0.01% სადღაც და მეორე კატეგორია, რომელსაც აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ მანქანას რამე რო გაუფუჭდება, მეორადი ნაწილი ზებნა დაიწყოს კი არა. ხელოსანთან ფულის მოჟმოტა დაიწყოს კი არა. საქმეზე რომ მიუდგეს, ცენტრში მიიყვანოს მანქანა, დატოვოს, გადაიხადოს რაც ღირსი მანქანის გაკეთება, გააკეთოს და წამოიყვანოს. ეხლა ცენტრში რამდენად კარგად კეთდება და რამდენად ცუდად და ასე შემდეგ, მაგაზე არ მაქვს მე აქ საუბარი. მე ვიძახი იმ ადამიანებზე, ვის შეიძლება რომ ყავდეს რენჯი. BMW-ზეც, Mercedes-ზეც კიდე ხულიგნობა მოსულა რა, ანუ რაღაცებს აი, როგორ რაღაცებს კეთება მოსულა, იცი რომ ვიღაცას შინაურად მიუყვან, რაღაცას აი შეეცდები რომ გზა იპოვო, გამოსავალი და ბევრი ფული მაინც არ დახარჯო, შედარებით იაფად გამოძრე და ასე შემდეგ. როცა ყავს რენჯი, იაფად მოძრომა დაივიწყე, ანუ არ არსებობს ეგეთი რამე და ძირითადად რენჯის მიმართ გავრცელებული მითებიც მაგის გამო არსებობს, რომ აი ფუჭებადია, აი ტვინს ბურღავს, აი ეს ემართება, ანუ ფუჭებადია და ტვინს ბურღავს კი არა. ერთი ინჟექტორი რო გაასხავს და შემთხვევით რომ ოდრო დააბაგატებს, უნდა წახვიდე 6 ცალი ახალი იყიდო, თუ 6 ცილინდრიანი ყავს და გამოცვალო. მაგ შემთხვევაში ტვინს არ გაბურღავს. ერთი ბაბინა რო აი ცოტა გვერდზე წაარტყავს, ჩიბუხიც რო გაუფუჭდეს და გვერდზე წაარტყას. ესე იგი იმან თავის რესურსი ამოწურა. მიდიხარ 6 წელს ყიდულობ, წვლი და ხარ ბედნიერი. ანუ მაგ ადამიანებისთვის, ვისაც მაგის გაკეთება შეუძლია და სურვილიც აქვს რომ ყველაფერი ანუ ეგრე აკეთოს და სწორად აკეთოს. დაზოგვა და Range Rover-ი დაივიწყეთ ერთმანეთთან ეგ ორი ფრაზა, იაფად და Range Rover-ის კეთება არ არსებობს. არც იარსებებს და თუ მაგ კუთხით მიუდგებით რომ აი ლომბარდში Range Rover-ი უნდა ვიყიდო ძმაო, იაფად ავაწყობ და ვივლი, არ მინდა გითხრა, იმიტომ რომ ჩემსივლი. ბოდიში მაგრამ ეგრეა. რას ვიზავთ, ეგრეა, შანსი არ არის. ვერივლი ფიზიკურად რა. ეს სუ პრობლემაში იქნები, სუ ტვინის ძრელი გექნება. მithumetes ეხა ამის წინა კუზაოს თუ ყიდულობ და უკვე მოქანცული თუა და $5,000 და $4,000 რენჯი ვიყიდე და ვივლი, აი არ არს დაივიწყე. ვერივლი. ძირითადად ეს ჯგუფებში ხდება ხოლმე, როგორც იცი, რომ $4,000, $3,000, $2,000 იჭდება ამის წინა კუზავები. ძრავს აქვს პრობლემა, ამას აქვს პრობლემა, იმას აქვს პრობლემა, იმას აქვს პრობლემა. ანუ ძირითადად ეგ არის ის ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ მანქანას, იმიტომ რომ იარონ და არ აპირებენ რომ ამ მანქანას, ანუ არ აქვს უბრალოდ საშუალება. ნახე, აი სწორად რო ვთქვა რა, ყველას გვინდა რაღაც დონის კომფორტი და ზოგადად პლუს ამ ყველაფერს ყველა ქართველი ვართ მიჩვეული, რომ $5,000 უნდა ვიყიდოთ $8,000-იანი მანქანა. ანუ $5,000, $5,000-იანი მანქანას არავინ არ ყიდულობს. არც ერთი ქართველი ძალიან იშვიათად რა რომ ვიღაცა ხვდებოდეს რომ აი ბაზარზე ეს მანქანა უნდა ვიყიდო იმიტომ რომ ამდენი ღირს ამას სერვისის დაჭირდება ძირითადად ვართ ჩვენ ის ხალხი რომლებსაც არ გვაქვს ფული მაგრამ გვიყვარს ფუფუნება სამწუხაროდ ეგრეა შესაბამისად ყიდულობთ ისეთ რაღაცებს რომლებსაც არ უნდა ყიდულობდეთ ძირითადად საკუთარ კისერზე ვიმტრევთ მე მაგ ყველაფერს და რა თქმა უნდა ეგ გამოცდილება მეც მაქვს და მეც მაგ კატეგორიაში ვარ ანუ საერთოდ არ ვიძახი რომ რაღაცა მე ლოგიკურ რაღაცებს ვაკეთებ და მთელი ცხოვრება ლოგიკით მაქვს ნაცხოვრები არა რას იზახი ანუ მეც მინდება რაღაცა ამენთება ხოლმე თავში და ეხა რაღაც დებილობა უნდა ვქნა. ჩვეულებრივი მოვლენა, ეგ ანუ არ მიკვირს, არც დასაძრახი არ არის, გასაგებია, თუმცა თუ შეძლებთ რომ აი ანთების მომენტები სწორად გაანალიზოთ და ნაკლები გქონდეთ. კაცრებით მეტი თავისუფალი ფულის დროც და ხასიათიც გექნებათ კარგი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა რენჯს ყიდულობ და გაკეთების საშუალება არ გაქვს. რამდენი ვილაპარაკე? კაი, ეხლა გადავიდეთ წვაზეც. ბარემ ფულზე ვსაუბრობდით და წვა და ჯიბეზე გარტყვაც ბარემ აქვე იყოს. უხეშად რომ ვთქვათ, დაახლოებით 15 ლიტრს წავს ქალაქში და დაახლოებით 10-12 ტრასაზე. სულ ტრასაზე თუ დადიხარ შეიძლება დაახლოებით რომამდეც ჩამოვიდეს. შერეული სიარული დაახლოებით 12 ლიტრი უნდა. ანუ იმ რეჟიმში, რამე რეჟიმშიც მე დავდივარ, სტაბილურად 12.5 litrს სვავს ეს ავტომობილი. მე არ ვეოდი მართლა რო გითხრათ მაგ წვას, ანუ ცოტა მეც ველოდებოდი, იმიტომ რომ მძიმე კუზავა, ანუ ძარა მაინც მძიმეა ასე თუ ისე და პლუს ამ ყველაფერს პატარა ძრავი აქვს და კიდე ერთ რამეს ვიტყვი 3-დან 0-თან დაკავშირებით, ჩემს შეხედულებას, რომ 3-დან 0 ამ მანქანისთვის ნახე თუ აგრესიულად გადასწრებას ვთილობ. მაგ შემთხვევაში საკმარისია. თუ რაღაც ანუ სიმძლავრის ერთიანად მიღებას ვთილობ პედლით, მაგ შემთხვევაში საკმარისია. ადგილიდან როცა იძრობი და პატარა აღმართზე ადიხარ, მაგ შემთხვევაში საკმარისია, მაგრამ იმ დინამიკაში, სადაც საშუალო დინამიკაში დადიხარ, ძირითადად მოძრაობას ადად გიწევს. ჩემი შეხედულებით ცოტა მეტ ძალას ვისურვებდი, ანუ შუა დიაპაზონში ვისურვებდი ცოტა მეტ ძალას, იმიტომ რომ პედალზე, ანუ აქსელერატორზე დაჭრა, მაგალითად 80-ით მიდიხარ თხელი გაზით რა. ის არა აქვს რა 80-ზე ფეხს დაადგავ ნაზად და 100-მდე ნაზად აჩქარდები. ან უნდა წესიურად დაადგა და 1-2 სიჩქარე უნდა
ჩამოაგდოს და ისე წავიდეს, რომ აჩქარდეს, ან არასდროს არ წავა, იმიტომ რომ ეს თხელი გაზით ვერ ააჩქარებ ფიზიკურად. აი, ეგ არ მომწონს მე 3-დან 2-ს, ალბათ, რაც წინც გაცილებით უკეთესი დინამიკა იქნება. მან და დიზელს რო აქვს, ისედაც ახლა მაგაზე ორი აზრი არ არის, დიზელი ყველა დიაპაზონში დადის და დიზელის ყველაზე მთავარი ხიბლიც ეგ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანს არ ესმის ხოლმე დიზელი ამ დონეზე რატომ მიყვარს და ჩვენ რამდენჯერაც დიზელის ძრავით მანქანა ვიყიდეთ კომენტარებში, ბევრჯერ შევხვედრე რომ დიზელი რატო იყიდეთ და ბენზინი გეყიდათ. ეგ არის ჩემი მთავარი ყველაზე ძალიან მე დიზელის ეგ მომწონს, რომ დინამიკა აჩქარების აქვს თითქმის თანაბარი. ეგ მომწონს ელექტროავტომობილში, რომ დინამიკა აჩქარების აქვს თითქმის თანაბარი. ნუ ეხლა 120-ით როცა მიდიხარ ლიფით, რა თქმა უნდა, არ ვიცი 120 ლიფი საერთოდ მიდის თუ არა, მაგრამ 120 ლიფით თუ მიდიხარ, რა თქმა უნდა, დინამიკა არაფრის არ გექნება, საერთოდ, სადაც გახარ იქ იდგები, თუმცა ცოტა წესიერი ელექტროავტომობილებში ეგ დინამიკაც ძალიან კარგია და მაგიტო მიზიდავს რაღაც დონეზე ელექტროავტომობილების დიზელთან ერთად. მოკლედ, 3-დან 2 დიზელის და 4 და 4 დიზელის თითქმის ერთნაირად მოიხმარ საწვავს. 5-დან 2 ბენზინი ოდნავ მეტ წავს ვიდრე 3-დან 2, მაგრამ არასაგრძნობი სხვაობა აქვს, ანუ დაახლოებით 16 ლიტრამდე 16-17 litrს წავს. გამართულ ავტომობილს გულისხმობ, ინჟექტორი რო წესიერი აქვს, ალების სანთელი რო წესიერი აქვს, ბაბინა რო წესიერი უყენია, ჰაერბზომი წესიერი აქვს, ლამდა რო წესიერი აქვს, ეგეთი ავტომობილი წავს დაახლოებით ეგრე, ნუ გაგრილების სისტემაც ასევე, თერმოსტატი რო ღია არა, მუდმივად დებილივი და ასე შემდეგ, ეგეთი ავტომობილი წავს დაახლოებით 16-17 litrს 7 სიარულის პირობებში ქალაქში. შერეული დაახლოებით 13-12 ლიტრი, თითქმის იგივე, რასაც ეს. ტრასაზეც რა თქმა უნდა თითქმის იგივე, რასაც ეს. სხვა შემთხვევაში 22 თუ გიწევს 5-დან 2 კომპრესორი, ესე იგი რაღაც პრობლემა აქვს და ნუ ჯობია მოაგვარო, რა თქმა უნდა. ნუ ჰაერის ფილტრი უნდა კონდეს შეცვლილი და ასე შემდეგ, ანუ ეგეთ რაღაცებზე არ მიყვარს ხოლმე საუბარი, მაგრამ ხანდახან საჭიროა. რაც შეეხება დიზელს, ქალაქში დაახლოებით 10 litrიანია, ტრასაზე დაახლოებით 8 litrიანია. 7 რა, გააჩნია სიარულს და ნუ ეგ დიზელისგან გასაოცარიც არ არის გასაკვირი, მანდ არაფერი არ არის, სამაგიეროდ იმდენად ძვირი ღირს თვითონ მანქანა, რომ მაგ საწვავის ბალანს ეს მარტივად არ ღვევს ეგრევე შეუძლია რომ დაარღვიოს ეგ საწვავის ბალანსი, იმიტომ რომ დაახლოებით რაც მე თვალი გადავალე რესტებში კომპრესორსა და დიზელს შორის $10,000-ია სხვაობა და ეგ მარტივი მიზეზი აქვს მაგას, ანუ მაგ სხვაობას თავისი მიზეზი აქვს, ერთი რომ ეს ამერიკაში საერთოდ არ იყიდებოდა, შესაბამისად ანუ 3-დან 2 დიზელის საკმაოდ იშვიათია ამერიკაში. ჩვენ ვართ ამერიკის ბაზარზე ძირითადად ორიენტირებული ხალხი, იმიტომ რომ ამერიკაში რომ მანქანა ღირს $10,000, გერმანიაში იზღვის 25. შესაბამისად მოყვავს ძირითადად ამერიკიდან და შესაბამისად ესენი არის ჩამოყვანილი ევროპიდან. ან ცენტრის მანქანებია. მომხმარებლის კატეგორიაც სხვა არის. ანუ მეორე მყიდველის, მესამე მყიდველიც სხვა არის და 5-დან 2-ის და 3-დან 2-ის მესამე და მეოთხე მყიდველიც სხვა არის. ანუ სხვადასხვა ტიპები ყიდულობენ, ერთი ამას ვინც ყიდულობს დიზელს, ძირითადად იცის ფულს რაში იხდის. იმას ვინც ყიდულობს, ძირითადად პროსტა რენჯი უნდა. აი გარი ხოლმე მანდ სხვაობა, იმიტომ რომ 10 და $15,000-ით მეც ადამიანმა თუ არ იცის რაში იხდის, ალბათ არ გადაიხდის. რა, ანუ მაი ავტოზე ვინც პროსტა შევიდა და Range Rover-ი მოძებნა, ის არ გადაიხდის $15,000-ით მეც. მაი ავტოზე ვინც შევიდა და კონკრეტულად ევროპული დიზელის ჯანმრთელი ავტომობილის ყიდვა უნდა და ის გადაიხდის. ეგ არის ხოლმე ძირითადად მან სხვაობა და ნუ შესაბამისად მაგიტო აქვს ეგ კოლოსალური სხვაობა, რომ ეს ევროპაში ისედაც ძვირი ღირს, ევროპიდან ჩამოყვანილი ავტომობილი გაცილებით ძვირი ღირს ვიდრე ამერიკიდან, იმიტომ რომ იქ ამერიკაში სადაც მივარტყით პატარაზე წამოვიყვანეთ, ეგ ჟორას მივაპაჩინკებინეთ, ეგ არის მოხოდილია რა. ევროპაში სამწუხაროდ ეგრე ხშირად არ გამოდის. ევროპაში საერთოდ რა თქმა უნდა დაზიანებული მანქანები, მაგრამ ევროპული დაზიანებული მანქანაც გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ამერიკული დაზიანებული მანქანა. ეგ არის რეალური მიზეზი იმის, რატო ღირს ჩვენს ბაზარზე Range დიზელი გაცილებით ძვირი, ვიდრე ბენზინი. და რომც არ იყოს ანუ ევროპა ამერიკაში სხვაობა, მცირე სხვაობა მაინც იქნებოდა, იმიტომ რომ დიზელი ყოველთვის გაცილებით ძვირი ღირს, წარმოებაშიც გაცილებით ძვირი ღირს. დიზელის წარმოება ავტომობილის თვითონ, ვიდრე ბენზინის. შესაბამისად ვიღებთ იმ სურათს, რაც სურათსაც ვიღებთ. მაგრამ დიზელი მაინც ძალიან კარგია. ალბათ ბევრს გაუჩნდებოდა კითხვა, რომ არა, არავის არ გაუჩნდებოდა კითხვა. ზუსტად ეგ არის მიზეზი, რატომაც არ გვექნება დღეს ავტომობილების დრაგი. იმიტომ რომ არავის არ გაუჩნდებოდა კითხვა. თავიდან რომ გადავწყვიტე, ჯერ ხო ვიღებდი მარტო ამას, მე გადავწყვიტე რომ მეორე მანქანას გამეკვეხებინა და მეშვენებინა სხვაობები ესსა და არ არის შორის და ვიზუალურად ისედაც ხედავ და ვიზუალურად იმდენი კადრი გვექნება, რომ მარტივად მიხვდებით რა განსხვავებია. ეხლა არ დავიწყებ რომ ამას სხვა ფარი უყენე და ამას სხვა ფარი ბრმები ხო არ ვართ და ვხედავთ ყველანი, ამას აქ ესეთი კანტი აქვს და აქ ესეთი კანტი აქვს. არც მაგას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ბრმები ხო არ ვარ და ვხედავთ ყველანი. შესაბამისად, ანუ მაყურებელს ახსნას საერთოდ არ ვაპირებ. ვაპირებდი რომ ერთმანეთთან დამეყენებინა ეს ორი ავტომობილი და რომელი უფრო ჩქარი იქნებოდა, ეგეც გადამეღო, თუმცა მე დავფიქრდი და მივხვდი რომ ვინც ამ ავტომობილების ყიდვას აპირებს, მათ უმეტესობას აი საერთოდ არ აინტერესებს რომელი უფრო ჩქარია, იმიტომ რომ ძირითადად ეგ ის ადამიანები არიან, რომლებსაც ცხოვრება დაალაგებული აქვთ, ისინი რა მომენტში უნდა გადააცნონ სხვა მანქანას
და იციან რომ არავის არ ეჯიბრებიან 3.0 კომპრესორი და 4.4 დიზელი, რა ქვია, Range Rover-ით და ცხოვრებაში არ მოუნდებათ არავის რომ დადგნენ. ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი რომ ეგეთი ხალხს რომელსაც ეს ავტომობილი ეყოლება და თან ამით ვიღაცას დაუდგება რა. ანუ თუ ვიღაცას დაუდგება შეიძლება ძმაკაც დაუდგეთ რამდენიც გაიხარდებათ პრობლემა არ არის. მე არა სხვა ძმაკაცებს. მოკლედ დღეს დრაგი არ გვექნება ზუსტად მაგ მიზეზით, თუმცა მაინც სპოილერის დონეზე ვიტყვი რომ წეგან დავაჭირე და თანაბრად მიდიან. ანუ პროცესზე ლაითად ჩავაჭირე და თანაბრად მიდიან. ეგ ვიცი. ერთნაირად დადის ორივე. მაღლებში არ ვიცი რა იქნება, არც მაინტერესებს რო არ დაგიბალოთ, არც მე, ალბათ არც თქვენ არ დაგაინტერესებთ. მოკლედ დღევანდელი ვიდეო სულ ეს იყო. სიარულის დინამიკა ისედაც ახსენი თავიდან ბოლომდე. გარედანაც ხედავთ როგორია. გამოიწერეთ არხი. დღეს ამი დაგემშვიდობებით და სხვა საინტერესო ვიდეოს დაელოდოთ. უი, ბარემ აქვე მოდი ერთ რამეს ახსნე კიდე რა. ზოგადად მე რატო არ ვიღებ ხოლმე მსგავსი ტიპის ვიდეოებს და რატომ ვიღებ ძალიან იშვიათად. უბრალოდ რატო არ ვიღებ არა, რატომ ვიღებ ძალიან იშვიათად. არ მიყვარს Google-ში ნაპოვნი ინფორმაციით საუბარი. ძალიან არ მიყვარს თან, აი, ვერ ვიტან. თუ მანქანას რაღაც გამოცდილება არ მაქვს იმ მანქანაზე რაღაცის საუბარი ძალიან რთულია, იმიტომ რომ წინა საღამოს რომ დაждები YouTube-ზე ვიღაცების ორ ვიდეოს უყურებ, მე დაგუგლავ და მე მეორე დღეს ვიღაცებს კიდე უხსნიან ყველაფერს. მე სისულელეთ მიმაჩნია. ყოველ შემთხვევაში ჩემი შინაგანი შეხედულებაა ეგეთი, რომ მე როცა რაღაც, ანუ ჩვენი ყველა ვიდეოდან ჩემი ჩანაფიქრი, ზოგადად YouTube-ზე მოსვლის ჩანაფიქრიც ეგ იყო, რომ ჩვენი ვიდეოდან მაყურებელმა რაღაცა დადებითი მაინც უნდა მიიღოს, ანუ რაღაც ინფორმაცია აზრიანი მაინც უნდა მიიღოს და რაღაცაში მაინც უნდა გამოადგეს ცხოვრებაში, რომ აი ეს 1 საათი თუ საათნახევარი თუ რამდენიც არის რო გვიყურა, რაღაცა შედეგი მაინც კონდეს ცხოვრებისეული. მე რო გამოვიდე და გუშინ წაკითხული რაღაც სისულელე მოვყვე, რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს და მე მილიონი კომენტარი იქნება რომ ეკ***ვა რა თქვიო. არ მინდა, არანაირი სურვილი არ მაქვს და ძირითადად ცხოვრებაში რაღაცას თუ ვამბობ, ვიცი და იმიტომ ვამბობ და არა იმიტომ რომ ხო ეს რა ქვია, სადღაცას რომ ამეჭრება ხოლმე და იმაზე Tesla-ს ვიდეოზე იყო რა, 95 არ არსებობს, 90-ია და 100-ია. კი, ვიცი და კიდე ერთ რამეს გეტყვით რა, კატალოგის ჭია არ ყოფილა არასდროს. თითქმის არასდროს არ ვიცი, რომელ მანქანას რამდენი ცხენი და რამდენი თორკი უწერია კატალოგში, აი საერთოდ არ მაინტერესებს. პრაქტიკაში თუ გავტესტავ, ჩემ აწყობილ რაღაცას თუ გავტესტავ, იქ მეწოდინება და ასევე შეიძლება ისეთ მანქანაზე დავინტერესდე ხოლმე ქარხნული ცხენით და თორკით, ანუ კატალოგში რა უწერია, რომელიც გაძლიერებასაც ვაპირებ და შედეგი გავიგო, რა შედეგი მივიღე იმით, რაც იმ მანქანაში ჩავდე, შრომაც, ენერგიაც და ასე შემდეგ რაღაცეებს. აი Range Rover-ს რამდენი ცხენის ძალა აქვს? ტოქში წეგან თენგო მეკითხებოდა ამას რამდენი ცხენი აქვს და 306 თქო მე უთხარი. მე წავიდა და დაგუგლა და არა 306 არა აქვს 355 თუ 335 აქვს. ამასაც და ამას. ხო, არა 335 აქვს ორივესო რა. ანუ არც მაინტერესებს, არ დამიგუგლია, გუშინ არ მინახია, ვიცოდი რომ დღეს მანქანას ვიღებდი და მაგრამ მე კიდე რამდენი ცხენის ძალა ქონდა. ხო რა, აი აქ მოყოლა იმის რომ აი ხო დააწერენ ხოლმე ეს დიდად რა. 335 ცხენის ზალა, 800 თორკი, 12 ნიუტონი რაღაც. რავი, კატალოგი Google-ი აქვს დღეს ყველას აბსოლუტურად. ჩემთვის აზრი არის ის, რომ მოვიტანო ის ინფორმაცია, რომელიც პრაქტიკაში მოდის და რაღაცაში ცხოვრებაში გამოგადგება და არა ის, რომ მანქანის კანტებზე ვილაპარაკო, რავი, ამის დედის კანტიც. ასევე კიდე აქ დავძენ ერთ რაღაცას, რომ ცენტრისგან ძალიან ბევრი ცენტრის გვაქვს ხოლმე შემოთავაზება, რომ ეს გადავიღოთ, ის გადავიღოთ, ის გადმოვიღოთ. არ ვარ მე ტესტ დრაივერი, საერთოდ ანუ ტესტ დრაივერს არ ვიღებ. კიდე ერთხელ როგორც წეგან ახსენებ, ხოლოდ საკუთარ ავტომობილებს, თუ რომელიმე ცენტრის ავტომობილს გადავიღებ, მინიმუმ ერთი კვირა ვიბოდიალებ იმ ავტომობილით, მინიმუმ რომ რაღაცა მაინც ვიგზნო და რაღაც მაინც გავიგო ამ ავტომობილთან დაკავშირებით და ასევე ვიტყვი ყველაფერს იმას, რასაც ვფიქრობ და არა იმას, რაც უმეტესობას უნდა რომ ვთქვა. შესაბამისად, ოდესმე თუ კიდე დამიკავშირდება რომელიმე ცენტრი იმით, რომ რაღაცა ავტომობილი გადავიღო, მინიმუმ იმისთვის იყავით მზად, რომ ერთი კვირა იმ მანქანით უნდა ვიბოდიალო, ბენზინს მე ჩავასხავ. და კიდე იმისთვის იყავით მზად, რომ რასაც ვფიქრობ, იმას ვიტყვი. უпроსტოდ რაც რეალურია მანქანასთან დაკავშირებით, ანუ ჩემ ფიქრებზე არ არის ხოლმე ძირითადად ყველაფერი მოწყობილი, პრაქტიკაში, რეალობაში, რაც არის ცხოვრებაში. ანუ მანქანას როგორც მინიმუმ ქვეშიდან ავწევ, შევხედავ და როგორ არის აგებული ის მანქანა, ის მაინც მეწოდინება. როცა მანქანაზე ვსაუბრობ, ქვევიდან რომ ეს არის, რა ქვია, გარდიგარდ მოძრავი უდეს და უკან ურემის ბალკა უყენია, მაგას ვიტყვი, რა თქმა უნდა, რომ ურემის ბალკა უყენია და ეგეთი მანქანები გამოდიოდა და 0-ზე ვიტები თავის დროზე. ანუ მაგას, რა თქმა უნდა, ვიტყვი. შესაბამისად თუ ოდესმე მსგავსი სურვილი კიდე გექნებათ, აქ ვართ. დროებით, შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. Mama,
მოგეწო რა? კარგად მომიყვანე. დადი ბიჭო, იყვეთები დიდი კოზარ უთხე.